მოგესალმებით, მეგობრებო, მაინტერესებს ახლა მაინც თუ ისმის ჩემი ხმა, იმიტომ რომ რაღაც ტექნიკური შეფერხება იყო და აქედან გამომდინარე მოკლედ მომიწია გათიშვა. დამიწერეთ თუ შეიძლება კომენტარებში თუ ისმის ხმა და რამდენად კარგად ისმის. ლაივი დაიწყო რისანის დაგვიანებით. რის გამოც გიხდით ბოდიშს, ბევრი ადამიანი წერდა პირადში, რომ სადმე ჩანაწერი, თუმცა ჩანაწერი არ ყოფილა. განვიხილავთ მომავალი ორი კვირის პროგნოზს, მოგესალმებით, თუ შეიძლება რომ დაწეროთ თუ ისმის ხმა, რომ ტყუილად არ ვისაუბრო წეღანდელივით. მადლობა ინგა. ოკეი, დავიწყოთ. ესე იგი, პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ყველაზე რთული პერიოდი, რადგან ჩვენ ვამბობდით და ვსაუბრობდით ხოლმე, რომ გავდიოდით სექტემბრიდან მოყოლებული, ეს პერიოდი უკვე რეალურად უახლოვდება დასასრულს და აქედან გამომდინარე განვიხილავთ ახლა მომავალი ორი კვირის პროგნოზს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ორ კვირაში რეალურად გვექნება სავსე მთვარეობაც. აქედან გამომდინარე, ეს ხმას ვერ ავუწევ, ეს უკვე თქვენ უნდა აუწიოთ, ალბათ თქვენი მოწყობილობებიდან ხმას. ესე იგი, დავიწყოთ პირველ რიგში იმითი, რომ საკმაოდ ესე ვთქვათ, მნიშვნელოვან პერიოდს გავდივართ, იქიდან გამომდინარე, რომ საბოლოო ჯამში დიდი ხანი ამის გამომდინარე, რომ დამთავრდა ეს ყველაზე რთული პერიოდები, რომლებსაც ჩვენ გავდიოდით, აქედან გამომდინარე ის პრობლემები, რომლებიც რეალურად შეიძლებოდა რომ დაწყებულიყო და დაიწყო დაახლოებით სექტემბერში, 2024 წლის სექტემბერში, საბოლოო ჯამში ახლა უახლოვდება დასასრულს. აქედან გამომდინარე, სექტემბრიდან მოყოლებული აუცილებელი არის, რომ ყველამ გავაანალიზოთ ჩვენი, ესე ვთქვათ, ცხოვრება, რა სირთულეები გავიარეთ, როგორ, ესე ვთქვათ, გავართვით თავი ამ სირთულეებს, ხო? დაახლოებით სავარაუდოდ ყველა ადამიანი მიხვდება თვითონ, რა სირთულეებს გადიოდა, იქიდან გამომდინარე, ნელ-ნელა ახლა უკვე იგრძნობ შემსუბუქებას და თუ იმ მომენტში რთული იყო იმის გაგება საბოლოო ჯამში ეს რაღაცა კონკრეტული პერიოდი რთული იყო, არ იყო, ან რამ ხრივ იყო გამოწვევებით ახსავსე, ან რაღაც მომენტში დაბნეულები თუ ვიყავით, ახლა უკვე როდესაც მთავრდება, შეგვიძლია რომ გავაანალიზოთ, რა გვასწავლა და რეალურად რაში გავიარეთ, ანუ რომელ კონკრეტულ სფეროში თუ საკითხში გავიარეთ, ესე ვთქვათ, ჩვენი ესე ვთქვათ, სირთულეები და ეს სირთულეები იყო, რა თქმა უნდა, ჩვენი მასწავლებელი და აქედან გამომდინარე, აუცილებელი არის, რომ გავაანალიზოთ ის, რაც მოხდა და ეს რაც გვასწავლა ამ პერიოდმა, ეს მსგავსი შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ იმისათვის, რომ მე უკვე იგივე წრეზე არ დაგვატრიალოს რაღაცნაირად კარმულმა ხაზმა, ხო? ეს არის ეს ვთქვათ მოცემულობა, როდესაც ბევრი ადამიანი გადაიაზრებდა როგორც თავის შესაძლებლობებს, ასევე შეცდომებს, ღირსებებს, დადებით მხარეებს, უარყოფით მხარეებს და მომავალი ორი კვირის მანძილზეც ეს გადააზრების პერიოდი ისევ მიდის, ისევ გვაქვს ჩვენ, ესე ვთქვათ, ოღონდ რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ჰარმონიულ კონტექსტში ის პერიოდი, როცა უნდა მივხვდეთ, ხო, სადუშვებდით შეცდომებს და რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი გადადის რაღაცა ახალ ეტაპზე, განვითარების, ცნობიერების, რაღაც დამოკიდებულების და ღირებულებების. აქედან გამომდინარე, ამ ახალ ეტაპზე გადასვლა, რა თქმა უნდა, აუცილებელი არის, თუ მაგალითად ადამიანი ვერ გადადის ამ ახალ ეტაპზე, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა და ეს გამოიწვევს, ესე ვთქვათ, საკმაოდ მნიშვნელოვან, უკურ რეაქციას, ამიტომ არ ღირს იმ მოვლენების დაიგნორება, რომელი მოვლენებიც მიდიოდა სექტემბრიდან მოყოლებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი იყო აქ ჩვენი სულიერი ღირებულებების გადაფასების თვალსაზრისით. 2025 წლის პირველი ნახევარი ემსახურებოდა ჩვენი სულიერი ნაკლოვანებების ან ღირსებების შემჩნევას და რაღაც ახალ ეტაპზე გადაყვანას. რა თქმა უნდა, ჯერ შევამჩნიოთ, რომ გადავიყვანოთ, ჯერ უნდა შევამჩნიოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ადამიანები, რომლებიც აიგნორებენ რაღაცა, ესე ვთქვათ, მოცემულობას და არიან, ესე ვთქვათ, სირაქლემის პოზაში, ხო? არ უნდათ რომ რეალობას თვალი გაუსწორონ, თუნდაც ეს რეალობა არ იყოს მაგალითად თვითონ არ იყვნენ რაღაცაში დამნაშავეები, მაგრამ თავს არიდებდნენ მაგალითად სიმართლისთვის თვალის გასწორებას. ეს რა თქმა უნდა პრობლემა არის და საბოლოო ჯამში ეს პრობლემა გამოიწვევს იმას, რომ რაც გავიარეთ ესეთი მოცემულობის ადამიანებს, ვინც ვერ ესე ვთქვათ, გაიაზრა კარგი და ცუდი, ხო, თუნდაც ელემენტარული
ამ ადამიანებს ანუ ისევ სტრესს დაატრიალებს, ანუ იგივეზე, მაგრამ ანუ იგივე იქნება ბევრად უფრო ესე ვთქვათ რთული. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ არ ვსწავლობთ რაღაცას, რაც უნდა რომ ვისწავლოთ, ანუ სამყაროს, ხო, ნუ აი ამ შემთხვევაში ვიღებთ ხოლმე რაღაცა სადამშრალო ღონისძიებებს და ერთ და იგივე წრეზე ვიწყებთ ტრიალს. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნება, რომ აი ამ პერიოდში გავბედოთ უკვე ის, რასაც აქამდე ვერ ბედავდით. შეიძლება გქონდეთ ბევრ ადამიანს რაღაცა პროექტები, გეგმები, თუნდაც კარიერული თვალსაზრისით ან მატერიალური თვალსაზრისით, რომელიც სექტემბრიდან მოყოლებული გაიწელა და რაღაცნაირად ვერ მიაღწია წარმატებას. მომავალი 2 კვირის მანძილზე განსაკუთრებით 10 მაისამდე ძალიან კარგი პერიოდი არის იმისთვის, რომ აქამდე გაწელილი დაუსრულებელი საქმეები დაასრულოთ ან ახალი საქმეები წამოიწყოთ. ამისათვის ყველანაირი ეს ვთქვათ ტრანზიტი გვაქვს და იმ შიშებს იმ მოვლენების ფონზე, რომელიც წინა პერიოდების მანძილზე, ანუ სექტემბრიდან მოყოლებული გრძელდებოდა, არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეხლა უკვე როდესაც გადავიდა უკვე ეს რთული პერიოდი, დაგვაპაუზოს, გაგვაჩეროს. ეს არის აქ ძალიან ეს ვთქვათ აქცენტირებული თემა და ასევე აქცენტირებული თემა არის პარტნიორული ურთიერთობები. ზოგადად პარტნიორული ურთიერთობები არის აქცენტირებული თემა იქიდან გამომდინარე, რომ ვენერაც გასწორდა საბოლოო ჯამში მომავალი 2 კვირის მანძილზე გამოდის თავისი რეტროგრადულობის საფეხურიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი 2 კვირის მანძილზე კიდევ გაგრძელდება ჩვენში აი ეს პროცესები, რომელი პროცესებიც გულისხმობს ღირებულებათა სისტემის გადალაგება, საკუთარი თავის და საკუთარი პროფესიონალიზმის დანახვას, ან ახალ ეტაპზე გადაყვანას, თუ მაგალითად აქამდე ვერ აფასებდით საკუთარ თავს. ეხლა უფრო ნათლად მოგეცემა ჩანსი, რომ დაინახოთ ის თქვენი ღირსებებიც, დადებითი მხარეების და ყველაფერი, რაც მაგალითად აქამდე შეუმჩნეველი იყო, ან თქვენთან ვერ ამჩნევდით, ან თქვენი გარშემოყოფები. ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში არის პერიოდი, რომელი პერიოდიც გულისხმობს იმას, რომ ის თავარი სირთულეები, გამოცდები და გამოწვევები ურთიერთობებში დასრულდა უკვე, რომელიც ასევე სექტემბრიდან მიდიოდა, ასევე ოჯახის წევრებთან ურთიერთობებში და შესაბამისად მომავალი 2 კვირის მანძილზე პარტნიორული ურთიერთობები თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, გადავა რაღაცა ახალ ეტაპზე და ეს ახალი ეტაპი გამომდინარეობს იქედან გამომდინარე, აი ეს პერიოდები როგორ გადავიარეთ რეტროგრადულობის, რაზეც ჩვენ საუბრობდით ხოლმე, რომ ეხლა რა გზასაც ავირჩევთ, ანუ სულიერი თვალსაზრისით, რასაც ეს ვთქვათ განვავითარებთ ჩვენში, ანუ მე უკვე ამას მოვიმკიდით და ზუსტად აი ახლა ეს პერიოდი დადგა, როცა უნდა მოვიმკათ, აი ეს ყველაფერი, რაც ჩვენ დავთესეთ, ავაშენეთ და ავირჩიეთ ბოლო პერიოდების მანძილზე, ეს შეიძლება და ყოფილიყო ამავდროულად პერიოდი ეს ვთქვათ ჩვენ სულიერ მდგომარეობასთან ურთიერთობის თვალსაზრისით და აქაც თითოეული ადამიანის სულიერი ღირებულებები, სულიერი პრინციპები უნდა გადასულიყო რაღაც ასევე ახალ ეტაპზე, რომელი ახალი ეტაპიც გულისხმობს, რა თქმა უნდა, განვითარებას, ხო? ადამიანები, რომლებიც ახლა ამ პერიოდში მაგალითად ვერ გაუშვეს წყენები, ვერ გადავიდნენ ახალ ეტაპზე ან რაღაც ჩავარდნენ დეპრესიაში, ხო? ამ ადამიანებს ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად ანუ რელიგიური სულიერი განვითარება იქნება თქვენთვის 2025-ში, არა მხოლოდ მომავალი 2 კვირის მანძილზე წამალი, შემიძლია რომ ეს თქვა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის მოკლედ აი ეს სულიერი განვითარებები, ისევ და ისევ, ანუ თუ რომელიმე ადამიანი თვლის, რომ მისთვის ეს რთული პერიოდი ჯერ არ დასრულებულა და რაღაცნაირად ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის, ანუ არ იცის საით წავიდეს, რა გააკეთოს, რა გზა ირჩიოს ან ამის მსგავსი, ამ შემთხვევაში უკვე აუცილებელი არის, რომ ანუ სულიერ ღირებულებებზე გააკეთოთ აქცენტი. შესაძლოა გქონდეთ განცდა, რომ ანუ მატერიალური რაღაცა პრობლემების გამო ხართ მასე, მაგრამ ამ მატერიალური პრობლემების გამო არ ვართ 2025-ში არავინ, ესე ვთქვათ, ცუდად. აქ მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ ისიც, რომ შინაგანი მდგომარეობა არის ესე ვთქვათ წამყვანი ასპექტი 2025-ში და რა თქმა უნდა მომავალი 2 კვირის მანძილზეც და ეხლა ამ 2025-ის ესე ვთქვათ 25-ის პროგნოზს იმიტომ ვრევ ამ ლაივში, რომ ანუ ერთ-ერთ აქცენტირებულ პერიოდს გავდივართ, ხო, ანუ როდესაც ჩვენ უკვე უნდა გავიდეთ სამშვიდობოზე იმ სირთულეებიდან, აი ეს შეიძლება იყოს მომავალი 2 კვირის მანძილზე გადაჭარბებული ეგოიზმის გამოვლენა, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში იმპულსურობა, სიჩქარეს და იმპულსურობას რა თქმა უნდა არ გირჩევთ, თუმცა საბოლოო ჯამში არც არ იქნება მაინც და მაინც მიზანში შეწონილი, რომ ის
შესაძლებლობები, რომელიც შესაძლებლობები ჩვენ მოგვეცემა, გავუშვათ ხელიდან, ხო? 12-მდე თუ ვინმე სურს ანუ ახალი რაღაცა კონტრაქტების გაფორმება, ახალი საქმეების წამოწყება, 12 მაისამდე კარგი პერიოდი არის ამისათვის. ასევე ქალბატონებს ვურჩევდი ანუ სილამაზის პროცედურებთან დაკავშირებით ეს თმის შეჭრა და სხვადასხვა შეღებვა და სხვადასხვა სილამაზის პროცედურებით ასევე 12 მაისის ჩათვლით არის კარგი პერიოდი და რეკომენდირებული არის ან რაიმე კონტრაქტების გაფორმება, საბანკო ანგარიშების გახსნა, ხო, ანუ ფინანსური თვალსაზრისით თუნდაც ახალი საქმეების წამოწყება ასევე არის წარმატებული. 12 მაისამდე თუ მოვასწრებთ კარგ სიზავთ, ხოლო 12-დან 14 მაისის ჩათვლით არის ცოტათი რთული პერიოდი. რთული პერიოდში გულისხმობს სავსე მთვარეობას. სავსე მთვარეობა საქართველოს დროით იქნება 12 მაისს 20 საათსა და 56 წუთზე, კურო მორიელის ღერძზე 22 საათსა და 13 წუთზე, აქედან გამომდინარე, ანუ 22 გრადუსსა და 13 წუთზე, ხოლო საქართველოს დროით 20:56-ზე, ხო, ანუ საღამოს, როცა 9-ს უკლია 4 წუთი. ამ პერიოდში საკმაოდ მოიმატებს ეს ემოციური ფონი, აგრესიული ფონი, ასევე ფინანსური შიშები. არის ასევე ალბათობა, ანუ ცეცხლთან დაკავშირებით, ხო, ანუ ეს ცეცხლის სტიქია საკმაოდ დიდი დოზით იქნება ზოგადად მაისის თვეში დედამიწაზე და აქედან გამომდინარე აუცილებელი არის რომ დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები და სიჩქარეში არ გამოგხდეს რაღაცა მნიშვნელოვანი. 10, 11, 12, 13, 14 მაისი არის ცოტა სახიფათო დღეები. ამ დღეებში გირჩევთ რომ მაქსიმალურად აკონტროლოთ უსაფრთხოების ზონები ელექტროობასთან დაკავშირებით. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ ემოციურ ფონს, კუჭ-ნაწლავს. რეკომენდირებული არის რომ მიაქციოთ ასევე საკვებს ყურადღება და რაც ცოტა შედარებით მომწამლელი ნივთიერებები არის ამ დღეებში, ეცადეთ რომ მაქსიმალურად გააკონტროლოთ თუნდაც პროდუქტის ვადები, იმიტომ რომ ესეთ დღეებში არის ხოლმე ხშირად როცა რაღაცა გვეპარება, ხო? აქედან გამომდინარე, ემოციური ფონი არის მოკლედ მნიშვნელოვანი, შეიძლება იგრძნოთ რაღაცნაირად უკონტროლო აგრესია. ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას, ჯანმრთელობაში გულისხმობ უფრო ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და არ ღირს ანუ 10-დან 14 მაისის ჩათვლით არ ღირს რაღაცა საქმეების გარისკვა ან ზოგადად ექსტრემი რისკი და შემდეგ არ არის რეკომენდირებული. სხვა მხრივ საბოლოო ჯამში ეს რთული პერიოდი გადავიდა. ამ პერიოდებში ბევრი ადამიანი შეიძლება ჰქონდეს, ასე ვთქვათ, განცდა და ბევრი ადამიანი შეიძლება ჰქონდეს ენერგიის ეს ვთქვათ მოზღვავება, ანუ იმისი განცდა რომ ყველაფერი შეუძლია, ხო, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ამისი ენერგია მოვა. თებერვალი, მარტში და აპრილში ეს მთელი პერიოდი და ზოგადად ენერგია რაც მიდიოდა იწვევდა უენერგიობას, ანუ შეიძლება ადამიანი თავს ვერ აბავდა რაღაცას, ხო, ანუ ვერ იწყებს ახალს თუნდაც და შემდეგ, ну, რამდენადაც ეს პერიოდები იყო უენერგიო და შესაძლოა ყოფილიყო აი რაღაც წნევების პრობლემა, როცა ადამიანს მისდის, არ ვიცი, გული თუნდაც აი ეს მოცემულობა იყო, ანუ ამდენად უფრო ენერგიული იქნება მაისის თვე, რამდენადაც წინა პერიოდები იყო უენერგიო და რაღაცნაირად დეპრესიული და თითქოს წყალმა გადაგურეცხა, ხო? საბოლოო ჯამში ეს სირთულები დასრულდა, კარგი პერიოდი არის, ანუ შეგვიძლია რომ თამამად გავბედოთ, მოკლედ გავბედოთ და რაღაცა ახალი ნაბიჯები გადავდგათ, როგორც ურთიერთობების თვალსაზრისით, როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში და ასევე ფინანსური ან კარიერული თვალსაზრისით. მოკლედ მაისის თვე არის ამისთვის ჰარმონიული, მაგრამ განსაკუთრებით დასაწყებად ახალი საქმეების 12-მდე არის კარგი, ანუ 10 მაისამდე თუ მოასწრებთ, მოკლედ კარგი პერიოდი არის, ხოლო მე როგორ ასეც დაიწყებთ მაისის 14-დან მაისის ბოლომდე ასევე ჰარმონიული პერიოდი იქნება და დაუსრულებელი საქმეების დასასრულებლადაც, ანუ უფრო დროს თუ დაუთმობთ მაისის 14-დან პერიოდს, უფრო კარგი იქნება, ხოლო 10 რიცხვამდე მნიშვნელოვანი არის, რომ მაქსიმალურად ანუ სიახლეებზე ვკონცენტრირდეთ, რაღაცა ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი დამოკიდებულებები, ღირებულებები, თუნდაც ურთიერთობები, აუცილებელი არის მოკლედ ცვლილებები. თუმცა ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა იყოს გააზრებული, უნდა იყოს რაციონალური და არ უნდა იყოს რაღაცა ეს ვთქვათ ირეალური და რაღაცა უცნებასავით, ხო? ანუ ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ რეალურად შეგვიძლია რომ ახლა გავიღოთ, რაც შეგვიძლია რომ ახლა გავაკეთოთ, აი ეს არის მოკლედ მნიშვნელოვანი. რაც შეეხებათ ზოდიაქოს ნიშნებს, ნელ-ნელა გადავალ ზოდიაქოს ნიშნებზე, თუმცა სანამ გადავალთ ზოდიაქოს ნიშნებზე, აქაც ვიტყვი კიდევ
სოციალური თვალსაზრისით, ანუ მსოფლიოში ეს თქვათ განვითარებული მოვლენები ზოგადად როგორ იქნება სოციალური კრიზისი ისევ გრძელდება, აი ეს საომარი მდგომარეობების კონფლიქტური სიტუაციები, ანუ 2025-ის აქცენტირებული თემა რაც არის, ანუ კეთილისა და ბოროტის ბრძოლა ერთმანეთთან, ეს კიდევ გრძელდება ზოგადად მაისისთვის განმავლობაში და რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვამბობდით და როგორც ვიცით, როგორც 2025 წლის პროგნოზში, ასევე წიგნში მიყევარ, ჩემს წიგნში მიყევარ 2025-ში, სადაც არის ყოველდღიური ასე ვთქვათ, პროგნოზები აღწერილი, ეწერა რომ გამოაშკარდება ძალიან ბევრი საიდუმლო ფაქტი და ჩვენ ნახეთ რომ გამოაშკარავდა ძალიან ბევრი საიდუმლო ფაქტი და 2025 მიდის ამ თვალსაზრისით და ეს ამ საიდუმლო ფაქტების გამოაშკარავება ივლისამდე გაგრძელდება მსოფლიო მასშტაბით, აი სოციალური პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენ დავინახავთ როგორც ჩვენსას, ასევე დანარჩენი მსოფლიოს რეალურ სულიერ მდგომარეობას და მე უკვე ამ სულიერ მდგომარეობის დანახვის შემდეგ მოგვიწევს რომ გავაკეთოთ არჩევანი, ჩვენ ეს მოგწონს თუ არ მოგწონს, ხო? ან შევცვალოთ რაღაცა ღირებულება, რომ ადრე თუ ესე მეგონა რაღაცა, ოკეი, ესე იყო, ახლა უნდა შევცვალოთ და იუპიტერის გადასვლა კირჩხებში ყველა ადამიანს მიახვედრებს, რომ თავისი ვთქვათ, პირადი ინტერესებისთვის, როგორც ოჯახიდან დაწყებული ხო, თითოეულ ადამიანს თავის ოჯახის ინტერესებს დააყენებინებს წინ, ასევე თითოეულ მოქალაქეს, ანუ ცოტა უფრო დიდ მასშტაბურ დონეზე რო ავიღოთ, თითოეული ადამიანი თავის ქვეყანასაც დააყენებს წინ, ხო? და ეს რაღაცა ღირებულებებს შეგვიცვლის. თუმცა მანამდე ძალიან ბევრ რაღაცა მაგალითს ვნახავთ და ბევრ გაკვეთილს მივიღებთ. ბევრი ფაქტი იქნება, რომელიც დაგვეხმარება, რომ რეალურად ეს ცნობიერება შევიცვალოთ, თორე ან ცნობიერება, რა თქმა უნდა, და ზოგადად დამოკიდებულებები და ღირებულებები არ იცვლება თავისით, ხო? ანუ რაღაცა უნდა მოხდეს, რომ მე ჩვენ ეს ვთქვათ, გავიგოთ და შევისხლხორცოთ, რომ თურმე აი ესე გურჩევნია. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუ მაქსიმალურად კონცენტრაციას მოვახდენთ პირად განვითარებაზე, ზოგადად მაისის თვე უფრო ამ მხრივ არის ჰარმონიული, ანუ ყველა ადამიანმა თვითონ თავის პირად განვითარებაზე უნდა იზრუნოს, ანუ იმაზე, რაც თვითონ მის ხელში არის და ეს ენერგია, რომელიც მოდის, საკმაოდ ჰარმონიული არის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ ხელიდან, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი. და დავიწყოთ ტრადიციულად ვერძებით. რეალურად პროგნოზი არის 4 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით და დავიწყოთ ტრადიციულად ვერძებით. ვერძებისთვის აი ეს ყველაზე რთული პერიოდი გადასული არის უკვე რეალურად, თუმცა 21 მარტს, 22 მარტს დაბადებულ ვერძებს ეს რთული პერიოდი აქვს, რასაც იწვევს აი ეს ნეპტუნის ტრანზიტი ვერძის ზოდიაქოში და შესაძლოა არის რომ ან ცოტათი ესეთ მომაცემულობამ ნებისმიერ რაღაც პრობლემა შეიძლება რომ გამოიწვევს როგორც ფსიქოლოგიური პრობლემა, ან კიდევ მეორე ვარიანტი, ან დეპრესიული ფონი, ან მეორე უკიდურესობა არის მეორე შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ცოტა ილუზიური წარმოდგენები აქვს საკუთარ თავზე, ხო? ან პირიქით ილუზიურად არჯერა საკუთარი თავის. ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც ანალიზი ან დამოკიდებულება, რომლებსაც ვერძები შეიძლება რომ ახლა ახორციელებდნენ საკუთარი თავის მიმართ, ან შესაძლებლობების მიმართ, შეიძლება არ იყოს, ესე ვთქვათ, ბოლომდე რაციონალური და ადეკვატური, ამიტომ ამ ვერძებს ურჩევდი უფრო მარტში დაბადებულ ვერძებს მომავალი 2 კვირის მანძილზე, რომ მაქსიმალურად ყურადღება მიაქციონ, ანუ ფაქტებს ხო, ანუ რეალობას დაეყრდნონ. ნუ რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავის რწმენა არ უნდა გქონდეს, ან ადამიანმა არ უნდა იბრძოლოს იმის მისაღწევად, რაც უნდა რომ მიიღოს, ხო? ანუ თუნდაც სოციალური ან კარიერული თვალსაზრისით, ან პიროვნული აღიარების თვალსაზრისით, მაგრამ აი აქაც უკვე სატურნის გადასვლა მე უკვე გვაიძულებს, რომ დავფიქრდეთ იმაზე, ოკეი, ჩვენ შეიძლება გვაქვს რაღაცა ილუზია, საკუთარ თავზე რომ რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ან მე ამის გასაკეთებლად, ანუ ამის მისაღებად ვართ თუ არა მზად, ანუ რამდენად შეგვიძლია რომ შრომა გავიღოთ, ხო, ამისთვის თვითდისციპლინა. თუ შრომას არ ჩავდებთ, ამ შემთხვევაში ამბიცია დარჩება ამბიციად, ხოლო თუ შრომას ჩავდებთ თვითდისციპლინას და აღფრთოვანებას და გვერდზე გავწევთ ან საკუთარი თავით კმაყოფილებას და მხოლოდ რეზულტატზე ვიქნებით დამოკიდებული, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მიიღებენ ძალიან კარგ კურიაქციას სამყაროსკენ, დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ ვერძებს. ნუ რა თქმა უნდა, ახლა 2 კვირაში შეიძლება ვერ მოასწრონ ამ დიდი წარმატების მიღწევა, მაგრამ ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, ღირებულებები, ანუ საკუთარი თავის მხრიდან, ანუ რასაც მოითხოვთ, ეს რა თქმა უნდა როგორც სიგნალი იგზავნება სამყაროში და მე უკვე ბრუნდება ხო უკან. აქედან გამომდინარე ვერძებს აქვთ მომავალი 2 კვირის მანძილზე
მანძილზე პარტნიორული ურთიერთობების harmonizაციის ესე ვთქვათ პროგნოზი. სასიყვარულო ურთიერთობები იქნება ძირითადად უფრო აქცენტირებული, ვერძები შეიცვლიან თავიანთ ღირებულებებს, თავიანთ დამოკიდებულებებს, ხედვებს და მიდგომებს ზოგადად პარტნიორული ურთიერთობების მიმართ და აქედან გამომდინარე შეუძლიათ რომ გადავიდნენ რაღაცა ახალ ეტაპზე. ამ მიდგომების მხრივ ჩვენ თუ წინა წელს ვამბობთ რომ პირიქით საკუთარი თავი უნდა შეიყვარო ამ პერიოდში ვერძებს მაგალითად მომავალი 2 კვირის მანძილზე სამყარო ცდის რამდენად შეუძლიათ რომ გასცენ ზოგადად უპირობო სიყვარული, შეუძლიათ თუ არა გაწიონ ეგოიზმი გვერდზე და შეუძლიათ თუ არა რომ უბრალოდ თუ უკან ესე ვთქვათ ვერ იღებენ რაღაცას რასაც გასცემენ, მიუხედავად ამისა გასცენ თუ არა. აი ამ სფეროში და ამ კონტექსტში თუ ჩააბარებენ ვერძები გამოცდას, ეს ეხება როგორც სასიყვარულო ურთიერთობის თვალსაზრისით პარტნიორებს, ასევე ეხებათ ოჯახის წევრებთან ურთიერთობებს, შეიძლება იყოს მეგობრებთან ამავდროულად ურთიერთობები. თუ ამ სფეროში ჩააბარებენ გამოცდებს და თუ თავიანთ ეგოიზმს ან ეგოცენტრიზმს მაგალითად გაწევენ გვერდზე, აქ რა თქმა უნდა იმის თქმას არ ვცდილობ რომ ყველა ვერძი ეგოისტი და ეგოცენტრული არის, თუმცა აქ რაღაცა შეიძლება რომ ყოფილიყო მაგალითად წყენა, ხო, გეწყინათ რაღაც და ვერ პატიობთ და აი ეს სიამაყე არ გაძლევთ საშუალებას, რომ რეალურად ის შანსი რაც გაქვთ, გამოიყენოთ ამ ურთიერთობებში. საბოლოო ჯამში ეს ღირებულებათა სისტემა უნდა გადალაგდეს და თუ ამას თქვენ მომავალი 2 კვირის მანძილზე გააკეთეთ, უფრო კარგი იქნება, იმიტომ რომ სატურნი რო გადავა ვერძში, მე ამას უკვე მომზადებული ენერგიით შეხვდებით და აი აქ უკვე მე როგორც ესე დარტყმა, როგორც ესეთი აღარ იქნება, მაგრამ დარტყმა იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამას უგულებელ ყოფენ, ან აიგნორებენ და არ აინტერესებთ საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, რაღაცა დათმობები, ხო? ან კომპრომისები. მოკლედ ვერძებს ევალებათ რომ გასცენ უპირობო სიყვარული, არ დაძრუნვანდნენ, ის სირთულეები რა სირთულების მიდიოდა და ახლა თუ რაღაცა უარყოფას ვაწყდებოდეთ, ხო? ანუ აქაც ისევ დაუძრუნვანდები ვერძებთან და ვიტყვი რომ სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე თუნდაც თუ რაღაცა თქვენ შემთხვევაში იყო მოკლედ პრობლემა, რომელი პრობლემაც გულისხმობდა იმას, რომ თქვენი გაღებული სიყვარული ჩათვალეთ, რომ არ დაგიფასდა თან რაღაცა ნებისმიერი სიკეთე, ხო? თუნდაც მეგობრების მიმართ, ან ოჯახის წევრების მიმართ, ეხლა უკვე ეს პერიოდი დასრულდა და უკან დაგებრუნდებათ ყველაფერი, რაც გაეცით და არ გააპროტესტეთ და არ დააყვედრეთ. ხოლო თუ მაგალითად არ გეგიციეთ, მაშინ კარგი პერიოდია რომ დაიწყოთ ამის კეთება, იმიტომ რომ ისევ თქვენივე ცხოვრებისთვის, სასიკეთო რაღაცა მოვლენებს დააპროგრამებთ და საქმეს წინ წაიგდებთ, მოკლედ სატურნის გადმოვა ვერძის ზოდიაქოში. ფინანსური თვალსაზრისით ცოტათი ხარჯების პერიოდი არის, განსაკუთრებით 10-დან 14 მაისამდე პერიოდი ვერძებისთვის ფინანსურად შესაძლოა იყოს ტურბულენტური და დაძაბული. ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას, ვერძებთან განსაკუთრებით არღის რისკი, იმპულსურობა, არის მოცემულობა, როდესაც შეიძლება რომ ვერძებს მოკლედ კონდეთ ცოტათი ესე ვთქვათ ენერგიების ამოფრქვევა და ვერ გააკონტროლონ აი ეს თავიანთი აგრესია და ამან მერე გამოიწვიოს მაგალითად გავლენა იქონიოს ფინანსებზე ან ჯანმრთელობაზე ან თუნდაც ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ ვერძებმა მომავალი 2 კვირის მანძილზე მიაქციონ ყურადღება ჯანმრთელობას, ასევე მნიშვნელოვანი არის ამ პერიოდში მეგობრებო, მხოლოდ ვერძებისთვის არა, ყველა ზოდიაქოსთვის ბევრი სითხის მიღება, იმიტომ რომ ორგანიზმი იქნება გამოშრობისკენ და გამოფიტვისკენ მიდრეკილი, ამიტომ მაქსიმალურად ბევრი სითხის მიღება რეალურად დაგვეხმარება მომავალი 2 კვირის მანძილზე ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ხოლო ვერძებს ურჩევდი მაქსიმალურად მსუბუკვებას, ბევრი სითხის მიღებას მომავალი 2 კვირის მანძილზე, განსაკუთრებით მოკლედ ვერძებთან არის ეს პროგნოზი და ფინანსებს მიაქციონ ყურადღება, 10-დან 14 მაისის ჩათვლით არ გირჩევთ რაღაცა დიდი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას, ეს არის აქაც მნიშვნელოვანი, იმპულსურ ხარჯებს, ან ზოგადად დანახარჯებს, კონტრაქტების გაფორმებას, არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი, ან იმაზე მეტი არ გადაიხადოთ რაღაცაში ვიდრე ღირს. ვერძებთან არის ეს მოცემულობა, სხვა მხრივ ჰარმონიული არის ვერძების ესე ვთქვათ პროგნოზი, ყველაზე რთული, როგორც უკვე თქვი, გადასული არის და არ გამორიცხო კიდევ რაღაცა ახალი ცოდნები, ახალი გამოწვევები ვერძებთან მოვიდეს, რომელი ახალი ცოდნების რეალურად დაეხმარებათ, რომ მე უკვე ფინანსური თვალსაზრისით წავიდნენ წინ, ხო? ფინანსებს მოგიტანთ ვერძებო მომავალი 2 კვირის მანძილზე ნებისმიერი ახალი
ცოდნა, რომელსაც მიიღებთ, ან ნებისმიერი რაღაცა კვალიფიკაციის ამაღლება, ხო, აქაც ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამას ესე ვთქვათ, მიაქციოთ ვერძებო ყურადღება და გადავიდეთ კურუებზე. კურუებთან აქ მომავალი 2 კვირის მანძილზე მთავარი აქცენტირებული თემა არის ოჯახური და პარტნიორული ურთიერთობები. ამიტომ კურუებს ურჩევდი, რომ მაქსიმალურად ყურადღება მიაქციონ აი ამ ურთიერთობებს. შეიძლება ძველი წყენები გაახსენეთ პარტნიორის მიმართ. ხო, კურუებთან მოკლედ არის აქ პარტნიორული ურთიერთობები, ცოტათი პრობლემატური საკითხები, რომელიც გულისხმობს რაღაც ესე ვთქვათ ურთიერთობების გარკვევას, ანუ ურთიერთობების ესე ვთქვათ შეიძლება იყოს ძველი წყენების გამო რაღაცა პრობლემების შექმნა. აუცილებელი არის რომ კურუება მომავალი 2 კვირის მანძილზე ეს ძველი წყენები პარტნიორის მიმართ დაივიწყონ, ან შეიძლება რომ შურისძიების შანსი მოგეცეთ და ცდუნებამ წაგძლიოთ და მოგიდეთ რომ შური იძიოთ ხო პარტნიორზე. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ მაქსიმალურად მოკლედ შურისძიების მომენტი გვერდზე გადადოთ და ეცადოთ რომ აპატიოთ პარტნიორს, გაუშვათ ძველი წყენები და ამ შემთხვევაში კურუების პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობები გადავა მაქსიმალურად ჰარმონიულ ეტაპზე და ჰარმონიული იქნება. კურუები, რომლებიც არიან 23, 24 და 25 აპრილს დაბადებულები ამ ადამიანების ცოტათი ქაოსური პერიოდი იქნება კარიერულად, სამსახურეობრივად მომავალი 2 კვირის მანძილზე, განსაკუთრებით 10-დან 14 მაისამდე ამ ადამიანებმა უნდა შეინარჩუნონ მაქსიმალურად სიმშვიდე. ზოგადად ახლა სიმშვიდე ყველა კურომ უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ განსაკუთრებით ამ ადამიანებმა უნდა შეინარჩუნონ, რომლებიც არიან აპრილში დაბადებულები, აპრილის კურუები, იმიტომ რომ არის რაღაცა მოკლედ ცოტათი ემოციური ფონი კარიერული თვალსაზრისით და მეგობრებთან ცოტათი კონფლიქტური ურთიერთობები. ფინანსური თვალსაზრისით არ აქვთ კურუებს ნეგატიური პერიოდი, თუმცა აქაც გაუთვალისწინებელი ხარჯების მოცემულობა ანუ მაინც აჩვენებს, საბოლოო ჯამში მაინც არის ეს კურუებთან. აქედან გამომდინარე, მაისის თვე ზოგადად კურუებისთვის, ანუ ფინანსურად ცოტათი დანახარჯებით ახსოვს შეიძლება იყოს და იმაზე მეტი დანახარჯი გქონდეთ, ვიდრე მაგალითად დაგეგმილი ჰქონდა, თუმცა შემოსავლის პრობლემა საბოლოო ჯამში არ არის და მაისიდან, ანუ ივნისიდან რთული პერიოდიც გადავა კურუებისთვის ფინანსურად და უკვე მიეცემა ჩანსი, რომ ის რასაც გამოიმუშავებენ, მოკლედ რაღაცა კონსტრუქციული მიმართულება მისცენ და ეს რაღაცა გაუთვალისწინებელი ხარჯების პრობლემა რაღაც დონეზე მოგვარდება, თუმცა აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გავითვალისწინოთ 2025 წლის პროგნოზი და 2025 წლის პროგნოზში კურუებს ევალებათ რომ არ იყვნენ მატერიალურ რესურსებზე დამოკიდებულები, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ყურადღება მიაქციონ ამ თავიანთ შიშებს, ანუ რაც უფრო მეტი შიშები იქნებათ მატერიალური, მით უფრო პრობლემა იქნება და განსაკუთრებით მომავალი 2 კვირის მანძილზე, რაც უფრო მატერიალური შიშები გაგიჩნდებათ, ან რაღაცა პროტესტები და რაც უფრო მეც ინერვიულებთ მატერიალურ თემებზე, ანუ მით უფრო გამწვავდება და რეალურად შეიძლება ამ პროცესში რაღაცა ისეთი შანსი გაუშვათ ხელიდან, რამაც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენი ფინანსური ცხოვრება შეცვალოს. ამიტომ ამ პერიოდში უფრო კონცენტრირდით ანუ გამომუშავებაზე, ანუ რაღაცა იდეის მოფიქრებაზე კურუები, ვიდრე მაგალითად ეკონომიკის გაკეთებაზე, ხო? აქ ეს არის მნიშვნელოვანი, ასევე რა თქმა უნდა ყურადღება უნდა მიაქციონ კურუებმა ჯანმრთელობას, თუმცა აქ ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც ანუ ვერ ვიტყვი რომ რაღაცა პრობლემატური რაღაცა ის თუ სერიოზული შეიძლება რომ იყოს, თუმცა ანუ მაინც არის რაღაცა, რაც შეიძლება აი განსაკუთრებით ცოტათი წნევების პრობლემა ხო, ეს ურანის გამო შეიძლება გქონდეთ სავსე მთვარეობა 10-დან 14 მაისის ჩათვლით არის რეალურად აი წნევების პრობლემა და ამ წნევები უნდა აკონტროლონ კურუებმა მაქსიმალურად. ახალი საქმეების წამოსაწყობად ანუ კარგი პერიოდი არის, თუმცა კურუებს ურჩევდი რომ მაინც ფინანსური დაბანდება, რაღაცა დიდი ფულის ჩადება მომავალი 2 კვირის მანძილზე არ არის რეკომენდირებული, ან თუ მაინც და მაინც სხვა გზა არ არის, მაშინ 10 მაისის ჩათვლით თუ მოაწყეთ უფრო უკეთესი იქნება. და გადავიდეთ ტყუპებზე.
გადავიდეთ ტყუპებზე. ტყუპებისთვის ყველაზე ისეთი რთული პერიოდი საბოლოო ჯამში დასრულდა. აქაც როგორც პარტნიორულ ურთიერთობებში, ასევე კარიერული თვალსაზრისით, აი ეს სირთულეები ამ საბოლოო ჯამში დასრულებული არის, თუმცა 15-დან 21 ივნისამდე ვინც არიან დაბადებული ტყუპები, ამ ადამიანების ეს რთული პერიოდი გრძელდება, სოციალური კრიზისი, ანუ ასევე მშობლებთან ურთიერთობები, ოჯახის წევრებთან, კარიერული თვალსაზრისით, შეიძლება გქონდეთ აბსოლუტური განცდა, რომ საერთოდ სოციალურად პრობლემა აქვთ ხო ამ ადამიანებს და ვერ მიაღწიეს იმას, რის მიღწევაც უნდათ, თუმცა ტყუპებისთვის ჯერ ადრე არის დასკვნების გამოტანა, ტყუპებს ჰარმონიული პერიოდი ჯერ კიდევ წინელოდებათ და აქედან გამომდინარე ჰარმონიული პერიოდის ეს ვთქვათ ჰარმონიულ პერიოდში გულისხმობ იმას, რომ სოციალური თვალსაზრისით უფრო ივნისის თვიდან, ესე ვთქვათ, ამოისუნთქებენ ტყუპები, მანამდე შეიძლება გქონდეთ სერიოზული კრიზისი, ეს კრიზისი რაც მიდის კარიერულ თვალსაზრისით ან საბუთებთან დაკავშირებით, ანუ შეიძლება იყოს, ესე ვთქვათ, ერთგვარი გამოცდა, კარმული და ტყუპებს ეს პერიოდი აიძულებს, რომ ის პასუხისმგებლობები, რომლებიც მაგალითად შეიძლება ბოლო 30 წლის მანძილზე გამოტოვეს, არ აიღეს საკუთარ თავზიან თავი, არიდეს, გამოავლინეს ინფანტიურობა, აი ამ პერიოდში შეიძლება ან მაქსიმალურად ყველაფერი აკეთებინოს და აქედან გააკეთებინოს და აქედან გამომდინარე შეიძლება გქონდეთ ტყუპებს განცდა, რომ ან მაქსიმალურად ბევრს შრომობენ და ვერ იღებენ იმ უკურიაქციას, ან თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით ან აღიარების მხრივ, რომელიც უნდა მიიღონ და რომელიც მისი შრომის ადეკვატურია, ხო? არის ეს მოცემულობა, ამიტომ არ უნდა გავაპროტესტოთ, მაქსიმალურად ვურჩევდი, რომ ბევრი პასუხისმგებლობები ტყუპებმა აიღონ საკუთარ თავზე. შეიძლება გქონდეთ აი განცდა, რომ რაღაც მე მსხვერპლი ვარ, ანუ რატომ იწევს მე ყველაფერს გაკეთება და შემდეგ ამას რაც უფრო გააპროტესტებთ, ანუ მით უფრო გამწვავდება. აქედან გამომდინარე, თუ კარგად დაფიქრდებით, ყველა პასუხისმგებლობები, რომლებიც სექტემბრიდან მოყოლებული გაკისრიათ და პლუს მთელი მაისი იქნება, ეს არის ის პასუხისმგებლობები, თუ საკუთარ თავთან აღიარებთ, რომლებსაც რაღაც დონეზე წინა პერიოდებში არიდეს თავი, ან ზოგადად ცხოვრებაში შეიძლება რაც აგირიდებიოთ თავი. ამიტომ ეს ვთქვათ მოდის, თუ გავაპროტესტებთ ან ისევ თავს ავარდებთ, ამ შემთხვევაში ამ წრიდან ვერ გამოხვალთ, მაგრამ თუ მიიღებთ და ეს ვთქვათ არ გააპროტესტებთ, ამ შემთხვევაში უმარტივესად გადაიხდით და გადახვალთ ახალ ეტაპზე, ისე რომ იგივე წრეზე დატრიალება აღარ მოგიწევთ. ამიტომ ტყუპების შემთხვევაში რა თქმა უნდა არის კარიერული სერიოზული ესე ვთქვათ გადალაგებები, არ გირჩევთ ახლა რაღაცა ბრძოლას, უბრალოდ კარგი იქნება თუ ცოტათი დინებას გაყვებით, მაგრამ ამავდროულად აი ეს პასუხისმგებლობები, რომელი პასუხისმგებლობებიც გაკისრიათ, მოკლედ კარმულია და ამისი გაპროტესტება რეალურად არ ღირს. ფინანსური თვალსაზრისით არ არის ნეგატიური პერიოდი ტყუპებისთვის, საკმაოდ ჰარმონიული პერიოდი არის და არ გამოვრიცხავ, რომ შემოსავალმაც მოიმატოს ამ პერიოდში, თუმცა ხარჯების მხრივ შეიძლება ხარჯები უფრო მეტი იყოს, ვიდრე შემოსავალი, ხო? ახალი ნაცნობებისთვის, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში ტყუპებთან ჰარმონიული პერიოდი არის. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა პარტნიორულ ურთიერთობები აქაც გადავიდეს ახალ ეტაპზე, ასევე მეგობრებთან ურთიერთობები. კარგი იქნება თუ პატარ-პატარა მოგზაურობებს დაუთმობ დროს და ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობებს, ეს არის მნიშვნელოვანი. ოჯახის წევრების მიმართ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არ იყოთ ეს ვთქვათ როგორ თქვა, არ დააყვედროთ რაღაც, ხო, თუ რაღაცას თქვენ აკეთებთ მათთვის, ამ შემთხვევაში არ გააპროტესტოთ ეს და არ თქვათ, რომ აი მე რატომ იწევს ეს, ამ შემთხვევაში თუ ამას გააკეთებთ, ურთიერთობაც გაგიფუჭდებათ ოჯახის წევრებთან და ამავდროულად ეს პრობლემა მაინც არ გადაიჭრება, პირიქით შეიძლება უფრო მეტი პასუხისმგებლობები დაგაწვეთ და აქედან გამომდინარე, ანუ ფუჭი იყოს ეს დაკარგული დრო და ენერგია, ანუ ერთ დღეზე რომ არ ვიტრიალოთ და დრო და ენერგია რო არ ვხარჯებთ, აქაც აუცილებელი არის, რომ მივიღოთ ის მოცემულობა რაც არის, თუ რაღაცას ვერ ვცვლით, მაშინ ადოპტირდეთ ამასთან. ეს არის ესე ვთქვათ, ჩვენ პირველ რიგში კარმის პრინციპი, ხო? რაც მიდის ტყუპებთან. გადავიდეთ კირჩხიბებზე. კირჩხიბებთან აქაც სხვადასხვა გამოწვევებით ახსოვსი არის ცოტათი უფრო განათლების თვალსაზრისით, ანუ ცოდნები, რაღაცა ეს ვთქვათ, შეიძლება ახალი ცოდნები მიიღონ
კირჩხიბებმა თუ რაღაცა ახალი ცოდნების პერსპექტივა მოდის ან ახალი სოციალური გარემოსი, სოციალური წრის ამ შემთხვევაში კარგი იქნება თუ ამას ფეხს აუწყობთ და ჩრდილში არ დაიმალებით და არ შეგეშინდებათ. კირჩხიბებს ევალებათ რომ გაიღრმავონ თავიანთი პროფესიონალიზმი, აიღონ ყურადღება და შეიძლება იმ ცოდნების გაცემაც მოუწიოთ, რომელიც მათ აქვთ ნებისმიერ სფეროში, რაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, შეიძლება თქვენი გამოცდილების გაზიარება გახდეს საჭირო სხვა ადამიანებისთვის და ნუ დაინარნებთ იმ ცოდნას, იმ პროფესიონალიზმს, რომელიც თქვენ რეალურად გაქვთ, ან თუ არ გაქვთ და თქვენთან მოვიდა შანსი რომ ახალ ეტაპზე გადახვიდეთ, ანუ რეალურად მიიღოთ, ხო? ეს ცოდნები და პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აქაც მნიშვნელოვანი არის, რომ გაიღრმავოთ პროფესიონალიზმი, იმიტომ რომ ეს შანსი, რომელიც ახლა მოგეცემათ, შეიძლება მე გრძელვადიან პერსპექტივაში კიდე აღარ იყოს და მე ინანოთ ხო, მე მოგინდეთ. ამიტომ ახლა ნუ შეგეშინდებათ ნაბიჯის წინ გადადგმის, ანუ თქვენი პროფესიული გამოცდილების კიდევ რაღაცა ახალ საფეხურზე გადასაყვანად. რაც შეეხება ფინანსური თვალსაზრისით, ჰარმონიული პერიოდი არის მომავალი 2 კვირა საკმაოდ კირჩხიბებისთვის ფინანსური თვალსაზრისით, კი შესაძლოა იყოს აქ გაუთვალისწინებელი ხარჯები, არ არის გამორიცხული, თუმცა საბოლოო ჯამში კირჩხიბებთან აქაც არის, ესე ვთქვათ, ფინანსური თვალსაზრისით რაღაცა ახალ ეტაპზე გადაყვანის ესე ვთქვათ, ახალ ეტაპზე გადაყვანის შანსები. კირჩხიბებთან აქაც მნიშვნელოვანი არის, რომ არ გამორიცხავ კირჩხიბება, რომ ყავდეთ ფარული მტრები, მომავალი 1 თვის მანძილზე ეს ფარული მტრების გამოაშკარავების ალბათობაც არის. ეს ასევე მეგობრებთან ურთიერთობები გადადის რაღაცა ახალ ეტაპზე. მეგობრებთან, შვილებთან ურთიერთობები და განსაკუთრებით მომავალი 2 კვირის მანძილზე კირჩხიბებთან შესაძლოა იყოს, ანუ სერიოზული ცვლილებები მეგობრებთან დაკავშირებით, ანუ რაღაც ესე ვთქვათ, ერთგვარი უკვე კარმული კანონზომიერებებით, როგორც არის, აი ესე მოხდება და შეიძლება თქვენ რეალურად დიდი გავლენა ამაზე აღარ გქონდეთ, თუმცა აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი ესე ვთქვათ, სოციალური თვალსაზრისით მეგობრებთან ურთიერთობები, ანუ ბევრ კონტექსტში კირჩხიბებისთვის იქნება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ცოტათი სტრესული მომავალი 2 კვირა, თუმცა ეს სტრესული სიტუაცია იმას არ ნიშნავს მაინც და მაინც, რომ ასე ვთქვათ, ცუდი პერიოდი აქვთ ხო კირჩხიბებს, უბრალოდ აი ეს რაღაცა ესე ვთქვათ, სირთულეები უნდა გადალახონ, რაღაცეები უნდა ვიტყოდი უფრო რომ გაიცხრილოს, ანუ კირჩხიბების შემთხვევაში ის გარშემომყოფი ადამიანები, რომლებიც თქვენთან განსაკუთრებით სექტემბრიდან მოყოლებული არიან, აი მათთან ურთიერთობა უნდა გადავიდეს რაღაც ახალ ეტაპზე და მე უკვე ძალიან ბევრი პერსპექტივები ზოგადად კირჩხიბებთან მოვა უფრო ივნისის თვიდან, მაგრამ ეს თვე ემსახურება იმას, რომ კირჩხიბებმა რაღაცები ვთქვათ უნდა გადააფასონ, განსაკუთრებით ურთიერთობები, ის სოციუმი, ვის გარშემოც არიან, ასევე ფინანსური თვალსაზრისით აქაც არის ეს ვთქვათ ცოტათი პრობლემები, ანუ საბუთებს, გარშემოყოფებს რაღაცა თაღლითობის სხორპლი არ გახდეთ ფინანსური თვალსაზრისით კირჩხიბებო. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ დიდი შენაძენები საბუთებთან ურთიერთობა მაინც და მაინც არ არის რეკომენდირებული მომავალი 2 კვირის მანძილზე და ყურადღება უნდა მიაქციოთ უფრო აი ნათესავებთან ურთიერთობები, ჰარმონიული ურთიერთობები კარგი არის და აი ამ შემთხვევაში უკვე მარტივად გადაიტანთ, ხო? იმ სირთულეებს, რომელიც სირთულეებით შეიძლება რომ დადგეს. საბოლოო ჯამში არ აქვთ კირჩხიბებს ნეგატიური პერიოდი, უბრალოდ რაღაცა ესე ვთქვათ, სიმართლებთან მოუწევთ თვალის გასწორება, რომელიც შეიძლება კირჩხიბის ფსიქოლოგიისთვის ცოტათი პრობლემატური იყოს და ან ცოტათი რთული იყოს, ხო? და გადავიდეთ ლომებზე. გადავიდეთ ლომებზე, აი ლომებსაც აქაც საკმაოდ ჰარმონიული პერიოდი აქვთ რეალურად, საკუთარი თავის პროფესიონალიზმის გამოვლენის თვალსაზრისით მომავალი 2 კვირის მანძილზე, აქაც პროფესიული წარმატება აქვთ არის აქ ლომებთან და აქედან გამომდინარე ჩემი რჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად გამოიჩინოთ თავი და გამოაჩინოთ თქვენი პროფესიონალიზმი, რომელიც გაქვთ და რომელიც შეიძლება რაღაც არის თავმდაბლობის გამო, ან უბრალოდ ართულით საჭიროთ, რომ ამას ხაზი გაუშვათ და აჩვენოთ ვინმეს, კარგი იქნება თუ ანუ საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს, პროფესიონალიზმს თქვენს გარშემოყოფებს დაანახებთ თანამშრომლებს უფროს, ხო? ანუ ვინც არ უნდა იყოს, გააქვთ ამისი ყველანაირი მაჩვენებელი, თუმცა ლომები, რომლებიც 15-დან
20 აგვისტომდე არიან დაბადებულები. აი ამ ადამიანებს ცოტათი ქაოსური პერიოდი აქვთ რეალურად მომავალი 2 კვირის მანძილზე და ქაოსურ პერიოდში გულისხმობ იმას, რომ შეიძლება კარიერამ ძალიან გამოფიტოს, ესე ვთქვათ, ენერგეტიკულად, ხო, ან ზამბიური ინერვიულობა, ეს ემოციური დაცებულობა გქონდეთ. ეს დაცებულებები არის, ეს ნერვიულობები არის რეალურად, მაგრამ საბოლოო ჯამში აი შინაგანი, არ ვიცი, ეს იქნება შიშები, რაღაცა ტრანსფორმაციები უნდა გადალახოთ იმისათვის, რომ გადავხვდეთ ახალ ეტაპზე და ჰარმონიული პერიოდი დაიწყოს, ხო? უბრალოდ ეს ჰარმონიული პერიოდი რომ კონსტრუქციულად გამოიყენოთ. ლომებს ვურჩევთ, რომ მაქსიმალურად ყურადღება მიაქციონ ფინანსებს, ანუ პრობლემატური არის ფინანსური თვალსაზრისით, ანუ შეიძლება იყოს საკმაოდ ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯები, თუმცა ლომებთან შემოსავლის პრობლემა ნამდვილად არ არის. პირიქით, ამ პერიოდში შეიძლება რომ გაიზარდოს კიდევაც მომავალი 2 კვირის მანძილზე ლომების შემოსავლები, ასევე მიეცემათ საშუალება, რომ საკუთარი თავი გამოავლინონ, მიიღონ აღიარება, დაფასება, თუმცა საფრთხე საყურადღებო არის ის, რომ ფინანსური თვალსაზრისით არ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლი. აქაც ლომების შემთხვევაში არის ფარული მტრების ალბათობა, ეს შეიძლება იყოს თქვენი ყოველდღიური გარშემოყოფები, რეალურად კეთილის მსურველი, არაკეთილის მსურველები და აი მათი დანახვაც და მათი გამოაშკარავებაც, ლომებისთვის მნიშვნელოვანი არის და ეს საზოგადოება, რომელიც არის თქვენს გარშემო ლომებო, აუცილებელი არის, რომ ეს თქვათ გადააფასოთ. იქიდან გამომდინარე, რაც თავიდან ვთქვი, რაც დაიწყო სექტემბერში, აი ეხლა უნდა დასრულდეს. ამიტომ სექტემბრიდან მოყოლებული მოვლენები უნდა გაანალიზოთ და ეს ადამიანები, გარემოებები, სიტუაციები, რომელიც თქვენთვის ფუჭია, არაფრის მომტანი არის და უბრალოდ შესაძლოა არის, რომ ენერგიას გაცლიდეთ, საბოლოო ჯამში დაასრულოთ. ეს იქნება მნიშვნელოვანი, თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ამას სამყარო გააკეთებს და სამყარო რაც აკეთებს, მაინც და მაინც არ არის ხოლმე, ხო, ჰარმონიული და მაინც და მაინც იძულება, ეხლა არც ერთ ადამიანს არ გვსიამოვნებს. კარიერულად საბოლოო ჯამში ლომებს კარგი პერიოდი აქვთ, უბრალოდ სერიოზული დიდი ენერგიის დახარჯვის ფასად, აი რაღაც მომენტში ნერვიულობის ფასადაც ექნებათ ამ მომავალი 2 კვირის მანძილზე. განსაკუთრებით ჰარმონიული ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოთ ოჯახის წევრებთან, მიმართებაში ნუ შეხვალთ კონფლიქტში. განსაკუთრებით 10-დან 14 მაისის ჩათვლით პერიოდი არის აი ეს კონფლიქტური, ძველი წყენები, რაღაცა პროტესტები, დავიღალი, აი ეს მოცემულობა შეიძლება რომ იყოს, მხოლოდ ლომებთან არა, ყველა ადამიანთან, მაგრამ ლომებისთვის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, მოკლედ რთული პერიოდი არის. აი ეს მოკლედ ფარული მტრები ძირითადად უფრო გააქტიურებულები არიან და ძირითადად უფრო ვიღაცა ადამიანები, რომლებიც ეს ვთქვათ, სოციუმი არის, შეიძლება კარგად არც იცნობდეთ, მოკლედ რაღაცა ჰეითი მოდიოდეს ამ ხალხისგან, რომელი ჰეითიც ემსახურება, რომ დაგიგდონ თვითშეფასება, გადაგაგდონ თქვენი წარმატების გზიდან, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თქვენი დანიშნულებისგან, თქვენი გეგმებიდან არ გადაგახვევინოთ, ვიღაცების აზრმა, ვინმე რას იტყვის, ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში ეს მოცემულობა არის და ყურადღებით იყავით ფინანსებთან, არ გირჩევთ დიდი შენაძენების გაკეთებას. ლომებს ეხებათ ეს ძირითადად უფრო. მომავალი 2 კვირის მანძილზე არ ღირს დიდი შენაძენების გაკეთება. გადავიდეთ ქალწულებზე. ქალწულებთან ეს პარტნიორული ურთიერთობები იყო ეს მთავარი გამოწვევები. ეს პარტნიორული ურთიერთობებში მთავარი გამოწვევები პრინციპში კიდევ გრძელდება. თუმცა აქაც ქალწულების შემთხვევაში მიდის სერიოზული ტრანსფორმაცია. ეს არის მოცემულობა, როცა რაციონალური გონება უპირისპირდება რაღაცა არარაციონალურს, ხო, გრძნობებს. პარტნიორულ ურთიერთობებში ქალწულებს მოეთხოვებათ, რომ შეიძლება ქალწულების მიზეშედეგობრიობა ამ პერიოდმა, მომავალი 2 კვირის მანძილზე, ქალწულების რაციონალურობა, დამოკიდებულება, რომ თუ მე ესე გავაკეთე, ესე უნდა იყოს და თავიანთი ხედვა, ზოგადად კანონზომიერებასთან დაკავშირებით შეიძლება პარტნიორულმა ურთიერთობებმა დაარღვიოს, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტის გაცემა მოუწიოთ, ვიდრე თვითონ თვლიან რაციონალურად და ნაკლების მიღება, თუმცა საბოლოო ჯამში თუ გასცემენ პარტნიორის მიმართ ამ გრძნობებს გამოხატავენ, აპატიებენ, გასცემენ სიყვარულს, აი ამ შემთხვევაში
ბევრად უფრო მარტივად გადალახავენ ამ პერიოდს და პიროვნული მატერიალური თვალსაზრისით კარიერულად მიაღწევენ წარმატებას, მაგრამ თუ მაგალითად ანუ ეს პატიება გაუჭირდებათ სიყვარულის გაცემა, აქ რა თქმა უნდა იმას არ გულისხმობთ, რომ ეხლა ვიღაცა როს თუ შენ ცუდად გექცევა და შენ მაინც ეხლა გიყვარდეს და იმასთან ერთად ცხოვრობდე, ხო? რა თქმა უნდა ამაზე არ არის საუბარი, აქ საუბარი არის იმაზე, რომ უბრალოდ გაბრაზებულები არ ვიყოთ, ხო? ანუ უბრალოდ აპატიე და თუ უშვებ გაუშვი, აი ეს პარტნიორულ ურთიერთობებში მიდის სერიოზული ცვლილებები და ქალწულებს ეუბნება სამყარო, რომ აი გადაეშვიო რაღაცა გრძნობებში. ანუ ცოტა ხანი დატოვე, ანუ მატერიალური სამყარო, შენი მიზეშედეგობრიობა, შენი რაღაცა მიწაზე მყარა დგომა, ანუ მიღმიერი რაც არის, ის რასაც ვერ ხედავ და ვერ ეხები, ის დაინახეო. აქედან გამომდინარე ეს ამის დანახვა რამდენად შეუძლიათ ქალწულებს სამყარო გამოსცდის პარტნიორული ურთიერთობების სფეროში და პარტნიორული ურთიერთობების სფეროში ამოკლედ იქნება თქვენი მთავარი გამოწვევები და ის რაღაცა მასწავლებელი სიტუაციები, რომელიც ჩვენ გვაქვს ხოლმე, ხო, ყოველთვის ისედაც ნებისმიერ ადამიანს. ახალი რაღაცა ეს ვთქვათ, აქაც პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის, ახალი გამოცდილების მიღებისთვის, ახალი ცოდნების მიღებისთვის, ან გაცემისთვის ამ ცოდნების კარგი პერიოდი არის ქალწულებისთვის. შესაძლოა რომ მოგიწიოთ რაღაცა ახალი ცოდნების მიღება, აქაც ძალიან ბევრი დაფარული ფაქტი და საიდუმლო ფაქტი შეიძლება რომ გამოაშკარავდეს ქალწულებთან. ეს ეხება განსაკუთრებით ნათესავებს, ყოველდღიურ შემოხვედრებს და უფრო ნათესავებთან ურთიერთობები არის მოკლედ გარდამტეხი და უფრო დიდ ენერგიას მოითხოვს მომავალი 2 კვირის მანძილზე ქალწულებთან. ამიტომ ძველი წყნები შეიძლება რომ გაგახსენდეთ, არის კონფლიქტური სიტუაციები ამ ადამიანებთან. აქაც მნიშვნელოვანი არის რომ უბრალოდ აპატიოთ, გაუშვათ, ამას ბევრი ენერგიები არ დახარჯოთ, იმიტომ რაც უფრო მეტ ენერგიას დახარჯავთ ამაში, მით უფრო გამოიფიტებით და მით უფრო რთული იქნება მე ამ ენერგიების აღდგენა. ნუ საბოლოო ჯამში შეიძლება საბოლოო ჯამში ფუჭიც აღმოჩნდეს, ხო? ანუ ვერც გააგებინოთ ის რის გამოც დახარჯავთ ამ ენერგიებს, ამიტომ უბრალოდ აპატიეთ და გაუშვით, ეს იქნებოდა უფრო ყველაზე მართებული და სწორი ამ პერიოდში. რაც შეეხება ფინანსურ თემას, ფინანსური თვალსაზრისით ქალწულებს ჰარმონიული პერიოდი აქვთ, არ არის ნამდვილად ნეგატიური პერიოდი ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა აქაც არის რეალურად ან ცოტათი მშობლებთან, ოჯახის წევრებთან, პარტნიორთან ცოტა დაძაბული ურთიერთობები, რომელიც რაღაცნაირად თითქოს უნდა გადაიხადოთ და მერე გაივლის, ხო? და გადახდა ხდება როგორ? ანუ არ ვაპროტესტებთ, არ შევდივართ კონფლიქტში, ამ შემთხვევაში ურთიერთობებში მიყვებით დინებას, თუ რაღაცა შეგიძლიათ რომ გაიღოთ, გაიღეთ, ძალიან კარგი, თუ არ შეგიძლიათ, მაშინ გაუშვით და სხვა ადამიანებს მიმართ უნდა გაიღოთ, ვისთანაც შეძლებთ, ხო? მაგრამ ეს გაღება მაინც ევალებათ ქალწულებს, ასევე კარგი იქნება თუ დაკავდებით ქველმოქმედებით ქალწულები, აქაც ჰარმონიული იქნება ეს პერიოდი, ანუ ნათესავებთან, დედმამიშვილებთან კონფლიქტური სიტუაციები არის ქალწულების შემთხვევაში განსაკუთრებით 10-დან 14 მაისის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუ ძველი წყნები გაგახსენოთ, მაშინ რომ მიხვდეთ, რომ ეს რაღაცა ნეგატივი არის, რომელიც რეალურად მოდის და გააგდოთ, ხოლო ან თუ თქვენს მიმართ წამოვიდა პირიქით აგრესია, ეცადეთ რომ ანუ თავი აარიდოთ და რაღაცნაირად გაანეიტრალოთ სიტუაცია. ანუ იმის თქმა მინდა რომ აგრესიაზე აყოლა მხოლოდ გამოგფიტავთ, პრობლემებს უფრო შეგიქმნით და ანუ არსებულს არ გადაჭრის არსებულ პრობლემებს. ეს არის მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში ან პარტნიორულ ურთიერთობებში არის ქალწულებთან იმის შანსი რომ გადავიდეს ახალ ეტაპზე, უფრო ჰარმონიულ ეტაპზე, მაგრამ ეს იმაზე არის დამოკიდებული, ანუ აპატიებთ თუ არა, შეგიძლიათ თუ არა გასცდეს სიყვარული და შეგიძლიათ თუ არა რომ ენდოთ, ხო, ადამიანს, ესეც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, მით უმეტეს იმ მოვლენების მერე, რა სექტემბრიდან მოყოლებული მოდიოდა, ანუ აქ ან ენდობით და გადადიხართ ახალ ეტაპზე პარტნიორულ ურთიერთობებში, ახალ ეტაპზე გადასვლაში გულისხმობ შეიძლება ეს იყოს ქორწინებაც, ან თუ არ ენდობით, მაშინ მთავრდება ეს ურთიერთობა და ვერ გადადიხართ, მაშინ სხვა დაიწყება, თუმცა პარტნიორული ურთიერთობები მაინც აქცენტირებული არის და ქალწულებთან აჩვენებს სერიოზულ ამბებს ამ თვალსაზრისით და გადავიდეთ სასწორებზე. გადავიდეთ სასწორებზე, სასწორების პროგნოზები ანუ მთლიანად აქცენტირებული არის პარტნიორული ურთიერთობებით, აქაც პარტნიორულ ურთიერთობებში იცვლება სასწორების ღირებულებათა სისტემა, მომავალი 2 კვირა ანუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასევე
ფინანსური თვალსაზრისით ცოტათი კრიზისული არის, ემოციური თვალსაზრისით, აი რაღაცნაირად ტრანსფორმაციის, ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის პერიოდი მიდის, სადაც ასწორები გადაიაზრებენ ძალიან ბევრ რამეს, გაანალიზებენ როგორც თავიანთ რაღაცა შინაგან ნაკლოვანებებს, ან იმ პრობლემებს, ან იმ შეცდომებს, რომლებიც შეიძლება რომ დაუშვეს სექტემბრიდან მოყოლებული. აქ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი შვილებთან ურთიერთობები, მშობლებთან ურთიერთობები, ასევე მეგობრებთან ურთიერთობები არის აქცენტირებული სასწორებთან დაკავშირებით და ანუ მეგობრებთან, შვილებთან, მშობლებთან დაკავშირებით რაც მოდის. ეს არის ანუ ასევე მთლიანად კარმული თემა. თუ კარგი რაღაცები დატრიალდა თქვენს გარშემო, ესე იგი თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ესე იგი კარგი რაღაცები აკეთეთ და ეს კარმულად დაბრუნდა, მაგრამ თუ რაღაცა ნეგატივი მოვიდა, აი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში არ ვიცი, შეიძლება იყოს რაღაცა ფინანსური манипуляციები, რაღაცა ეს ვთქვათ, მოკლედ სხვადასხვა манипуляციები, ეს ვთქვათ, აქაც ყურადღება მიაქციეთ აუცილებლად აი ამ ურთიერთობებს, ესეც იქნება კარმული, ანუ ეს манипуляციები თუ არის, ან თქვენთან თუ მოვიდა რაღაცა, ესე იგი თქვენც იგივე გაქვთ ასე ვთქვათ, გაკეთებული ამ ადამიანების მიმართ, რომელ ადამიანებთანაც გექნებათ რაღაცა წყენები, ხო? ფინანსური თვალსაზრისით დაგაც ასწორებს ურჩევდი, რომ მაქსიმალურად ყურადღება მიაქციონ ფინანსებს, არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების წამოწყება ან დიდი შენაძენების გაკეთება მომავალი 2 კვირის მანძილზე. ასევე ჯანმრთელობას უნდა მიაქციონ სასწორებმა ყურადღება, იმიტომ რომ ენერგეტიკული გამოფიტულობა, ანუ რეალურად იგრძნობა, რაც მოდის რაღაცა ფსიქოლოგიური, ენერგეტიკული დისბალანსებიდან. ან შეიძლება ეს იყოს უკონტროლო ბრაზი, ან შეიძლება ეს იყოს გადაჭარბებული ფინანსური შიშები, ან უნდობლობა სხვა ადამიანებისმა და სხვა ეს რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც მე გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და აქედან მე უკვე ანუ ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში იწყება ცვლილებები, ხო? ანუ როგორც ფინანსური თვალსაზრისით და ასევე ჯანმრთელობის მხრივ და ასე შემდეგ. ამიტომ სასწორებს ურჩევდი, რომ მაქსიმალურად ანუ თავიანთ სულიერ მდგომარეობას ჩაუღრმავდნენ. თუ მაგალითად სხვა ადამიანებისგან რაღაცა მოდის, რაც ისე ვერ არის, როგორც თქვენ გინდათ, ამ შემთხვევაში საკუთარ თავს უნდა დაუცოთ კითხვა, ანუ თქვენგან თუ მიდიოდა ისე, როგორც მათ უნდათ და ამ პერიოდში მაქსიმალურად ბრუნდება ის, რაც დავთესეთ. აქედან გამომდინარე, რაღაც მომენტში წუწუნს აზრი არ აქვს. სხვა რა დავაშავე და როდის გამოვა კარგი პერიოდი, ანუ არაფერი ეს თქვა თან საწუწუნო არ არის, არც უსამართლობის მსხვერპლები არა ვართ. მომავალი 2 კვირის მანძილზე მოვა ის კანონზომიერება, რაც სექტემბრიდან შეიქმნა თვითონ ადამიანის ღირებულებებით და გაკეთებული არჩევანით. ამიტომ ეს არჩევანიც ჩვენი გაკეთებული არის, თუ რაღაცა მომდა და არ მოგწონს, მაშინ ამ შემთხვევაში ამის გაპროტესტებას აზრი არ აქვს, უბრალოდ უნდა შევცვალოთ პოლიტიკა კონკრეტულ სფეროსთან მიდგომა, ხო? პარტნიორულ ურთიერთობებში არის ცოტათი ესე ვთქვათ პრობლემა, შემიძლია თქვა, ანუ სასწორებთან დაკავშირებით, კარგი იქნება თუ განმარტოვდებით, კარგი იქნება დროს დაუთმოთ ამ პარტნიორულ ურთიერთობებზე ახალ ეტაპზე გადაყვანას, ეჭვებს მოიშორებთ და ზოგადად მომავალი 2 კვირა ეჭვებს გააღრმავებს, ანუ რაღაცა ეჭვების პერიოდი იქნება ცოტათი და ეს რა თქმა უნდა სასწორებთანაც იქონიებს გავლენას, რომელი ეჭვებიდანაც მე უკვე შეიძლება დაიწყოს კონფლიქტები, რაღაცა ფსიქოლოგიური კრიზისები, დეპრესიული ფონი და ასე შემდეგ. ეს მომავალი 2 კვირის მანძილზე ასევე სასწორებთან არ გამორიცხავდა, ანუ ფინანსების გამომუშავების თვალსაზრისით რაღაც ახალ ეტაპზე გადავიდნენ, ეს შეიძლება იყოს ახალი სამსახურის დაწყება, ეს შეიძლება იყოს ასევე არსებულში კვალიფიკაციის ამაღლება, თუმცა კარგი არის, რომ პარტნიორულ ურთიერთობებს დაუთმოთ დრო და თუ დროს დაუთმობთ და თქვენ თვითონ ანუ უფრო კონცენტრირებული იქნებით, ანუ თქვენი პრობლემა რაში არის და თქვენ რა შეცდომები გაქვთ დაშვებული და ანუ ეს თქვა ხელის გაშვერას არ დავიწყებთ, ანუ სხვისკენ ამ შემთხვევაში ნამდვილად არის სასწორებთან შანსი, რომ პარტნიორულ ურთიერთობები გადავიდეს ბევრად უფრო ჰარმონიულ, უკეთეს ეტაპზე, რომელი ჰარმონიული და უკეთესი ეტაპის რეალურად თვითონ უნდათ, მაგრამ აი ეს პროტესტები, ბრაზი, ეს რაღაცების თვლა, ხო, ან მე უფრო მეტი გავეცი, ახლა უნდა მიივიღო, ეს ყველაფერი მოკლედ ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება ერთმნიშვნელოვნად. და საბოლოო ჯამში დაგაკარგვინებთ იმ შანსს, რომელიც შანსიც გაქვთ, ხო? ამიტომ მაქსიმალურად მოკლედ
ამ პერიოდში მოკლედ უღრმავდებით საკუთარ თავს, ანუ რეალურად რაღაცა შედეგი რო დადგა, ანუ ჩვენი ბრალეულობა რა არის, ხო? ანუ ჩვენ როგორ შეგვეძლო რომ ეს აგვერდებინა თავიდან. პირველ რიგში, ანუ ადამიანი რომელიც ამ კითხვას სვავს სირთულის პერიოდში, იმ ადამიანს საცხონად გადააქვს სირთულეები, მაგრამ ადამიანი რომელიც ანუ სხვას აბრალებს, ანუ მსხვერპლის პოზიციაში ვარდება, ან საკუთარ თავი ეცოდება, ну, რა თქმა უნდა, ესეთი ემოციურობა მე უკვე ერთ წელზე ტრიალებს, ხო? და გადავიდეთ მორიელებზე. ну, შავი მთვარე გადავიდა მორიელებს და ზოგადად მორიელების ესე ვთქვათ, ბევრი მორიელი მწერდა პირადში, რომ ეს შავი მთვარე და ამ შემდეგ ან მოკლედ გავლენა ინტერესებდა. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს შავი მთვარე და რაღაც ან მსგავსი მოცემულა, ოკეი, კი ბატონო, კი რა თქმა უნდა, აქვს რაღაც თავისი დატვირთვა, მაგრამ ცალკე შავ მთვარეს რომ მუშაობენ, აი ეს ადამიანები, ეს საერთოდ პრინციპში გაუგებარი არის და აბსოლუტურად არასწორი ასტროლოგიური ცოდნა არის, რომელიც გავრცელებული არის აი რაღაცა პოპულისტური მიდგომების გამო, რომ რაღაცა ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს სტატია, ბევრი ლაიქი ქონდეს და ასე შემდეგ. ამიტომ შავ მთვარეს მეგობრებო არ აქვს ფიზიკური სხეული, შავ მთვარე თვითონ მოვლენებს ვერ იწვევს და შავ მთვარის დამუშავება არ ხდება, უბრალოდ გასაგებია რომ ტრენდულია, გასაგებია რომ რეიტინგს წერს, გასაგებია რომ ლაიქები მოაქვს ამ შავ მთვარეს და ლილიტს და შეშინებული ადამიანები ისიც გასაგებია რომ ბევრ კომენტარებს კი წერენ, ანუ ვინც ავრცელებს აი მსგავს ინფორმაციებს მაგათ მიემართავ უფრო, მაგრამ რეალურად სიმართლეს თუ ვილაპარაკებთ, არც ის არ არის დაბალ რეიტინგული. და თუ სწორ ასტროლოგიურ ცოდნებს გავავრცელებთ, თუ რა თქმა უნდა ეს ცოდნები გვაქვს, არც ის არ იქნება ესე ვთქვათ დაბალ რეიტინგული. აქედან გამომდინარე აი ეს შავი მთვარის ტრანზიტი ლილიტის მორიელში გადასვლა კი ერთმნიშვნელოვნად ახლა ამისი ეს ვთქვათ ანალიზი რო დავიწყო მე, ანუ კლასიკურად, ხო? ანუ როგორც არის ეს ტექსტი, ხო? როგორც წიგნში წერია. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ძალიან შეგეშინდებათ და რეალურად შავი მთვარი არ არის ის, რაც ამინს ქმნის. ეს არის ფიქტიური წერტილი და შავი მთვარისნაირი ფიქტიური წერტილი ასტროლოგიაში ათასობით არსებობს. უბრალოდ ახლა ეს იციან და ამას რაღაცა გონიათ, რომ მოკლედ აი ეს რაღაცა ფონს ქმნის. ასევე რაღაცა შავი მთვარის დამუშავება როგორ ხდება, ანუ შავი მთვარის დამუშავებამდე მეგობრებო, გვაქვს ჩვენ 10 პლანეტა და კარმული მისია, სანამ დავამუშავებდა. ანუ იმათ პლანეტას თუ მე პირობას გაძლევთ, რომ იმათ პლანეტას და კარმულ მისიას თუ ამუშავებს ადამიანი, შავი მთვარე შეგიძლიათ რომ დაამოიღოთ ასტროლოგიიდან და არანაირ პრობლემას არ შეგვინდა ვერც იგრძნობთ. აქედან გამომდინარე, ეს არის ყველაზე დაბალმნიშვნელოვანი რაღაც ასტროლოგიაში, რაზე ჩვენ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ. ეს არის მოცემულობა, როცა ადამიანებში თესავენ შიშს და პანიკას და მე რაღაცა მიჯაჭულს ხდიან, ანუ მათზე, რომ აი ახლა რაღაცა შეგაშინებ, რაღაც დაგემართება და მე რომ მოცუქცუქდე და რაღაცები იხადო, ხო? აქედან გამომდინარე, აი ეს მოცემულობები საბოლოო ჯამში მე მაღელვებს, ანუ როგორც ასტროლოგს და პრინციპში ყოველთვის ბლოკავ ხოლმე მსგავს ინფორმაციას და ვინც მეკითხება ამ ინფორმაციას ყველას ვაწვდი, მაგრამ საბოლოო ჯამში შავი მთვარის გადასვლა მორიელის ზოდიაქოში ეს პირველ რიგში იწვევს უარყოფის შიშებს, იწვევს ზოგადად ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ანუ სულიერ იმ დისბალანსებს ყრის, ანუ ეს ხდება ძალიან ქვეცნობიერ დონეზე და ეხლა რასაც ვამბობ, ეს შეიძლება ადამიანების 80%-ისთვის შეუმჩნეველი დარჩეს, იმიტომ რომ ადამიანი უნდა იყოს ძალიან ნელი ვიბრაციების, ანუ აღმქმელი, აი როგორც ესეთი სენსორი, რომ ამ შავი მთვარის ენერგიები იგრძნოს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დანარჩენი სხვა პლანეტები დამუშავებული უნდა ქონდეს, ძალიან კარგად უნდა იცნოს საკუთარ თავს. ანუ თუ ეს არ უერთდება პლანეტას, ხო? არანაირ მოცემულობას არ იწვევს, ანუ როგორც ესეთი მოვლენას და ამინს არაფერს არ ქმნის. ხოლო რაც შეეხება ახლა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლას, ეს მორიელებისთვის კარმული თემები არის, ანუ პარტნიორულ ურთიერთობებში, ის რაც თქვენ ვერ გაატარეთ ადრე, თუნდაც საკუთარ თავთან ურთიერთობებში, თუნდაც პარტნიორულ ურთიერთობებში, ანუ რეალურად ეს ყველაფერი დაბრუნდება, აი ეს შიშები, რასაც თქვენ თვალი ვერ გაუსწორეთ, დაბრუნდება და ის სულიერი ტრანსფორმაციის თემები, რომელიც ჩაგივარდათ და ვერ გაართვით თავი, აი ამებს ამოყრის და ეს რა თქმა უნდა ყველასთან იქნება ინდივიდუალური. არიან ადამიანები, რომლებსაც გაიარეს ეს ყველაფერი, ეს ადამიანები ვერც იგრძნობენ, რომლებსაც ვერ გაიარებს, ეს ამ ადამიანებს ახლიდან მოუწევთ გავლა და ყოველთვის ახლიდან მოუწევს ყველაფრის გავლა, მანამ სანამ არ გავლით. ანუ ერთ წელზე ტრიალი ხდება აქ, ხო?
ამიტომ ზუსტი პროგნოზი, როგორც ასეთი, ანუ მორიელებს ეს დაემართება ყველა მორიელი შავმთვარე რო გადავა მორიელი ზოდიაქოში, ეს რა თქმა უნდა არასწორი არის, პოპულისტური და ყვითელია, რომელიც რეალურად არაფერს არც ცოდნას არ გაძლევთ, არც გეხმარებათ, უბრალოდ გაშინებთ და აი შავმთვარეს დარჩი, მოკლედ ხალხი იძინებს და იღვიძებს. ეს არ არის რეალურად ის სწორი აქცენტი, რომელიც სწორი აქცენტი შეუძლია რომ გააკეთოს ასტროლოგიამ და ანუ ემსახურება რაღაცა სიყვითლეს, ხო? აქედან გამომდინარე, ანუ ცალკე მე ლაივ შავმთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, ანუ არ ვუძღვნი, იმიტომ რომ ეგეთი დიდი წარმოდგენა არ მაქვს მილიცზე და ეს დიდი წარმოდგენა არ მაქვს პრაქტიკიდან გამომდინარე და არა იმიტომ რომ რაღაცა უბრალოდ არ მომწონს. საბოლოო ჯამში რაც შეეხება მორიელებს, ანუ პარტნიორულ ურთიერთობებში არის ტრანსფორმაციის ეს თქვათ პერიოდი, აი მომავალი 2 კვირის მანძილზე და სავსემთვარეობაც 12 მაისს გვექნება მორიელი ზოდიაქოში, რაც ასევე ამოყრის პარტნიორულ ურთიერთობებში სერიოზულ კონფლიქტურ სიტუაციებს და ეს კონფლიქტური სიტუაციები იცოდეთ, რომ ეს არის ძველი შეიძლება ანუ ამ კონკრეტულ ადამიანთან, ანუ წინა ინკარნაციიდან გამოყოლილი რაღაცა წყენა, რაღაცა ბრაზი, ჯუნდობლობა, რომელიც ეს ამოგეყრებათ. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გადავიდეს თქვენი პარტნიორული სასიყვარულო ურთიერთობები, ასევე შვილებთან ურთიერთობები ახალ ეტაპზე. მნიშვნელოვანი არის აქაც, რომ საკუთარი თავი არ შეიცოდოთ, არ გქონდეთ პროტესტები, რომ ესეთ პერიოდებში შავმთვარე მორიელში, აი ხა მორიელებისთვის რა შეიძლება რომ გამოიწვიოს, ხო? პირველ რიგში ის რომ განცდა რა, ეს პროტესტები, ფიქრები, რომ აი მაგალითად გამომიყენეს, ხო? მე ვერაფერი ვერ მივიღე და აი ეს გამწარებული რო დადის და აი რა უნდა რომ მე სამაგიერო გადაუხადეს, რომ აი მე ბევრი გავეცი, არაფერი არ მივიღე და ნუ ესეთ ფრაზები ჩვენ გვესმის, ეს ძალიან ეს ვთქვათ სამწუხარო ფრაზა არის, რომ მე რამდენიც გავეცი, ცუდად დამებრუნდა და აწი აღარ გავსვნა რაღაცა. ანუ ეს ფრაზები საერთოდ კატასტროფა არის და ზოგადად ჯობია რომ არაფერი არ ვთქვათ მაგის თქმას. ხოლო მორიელების შემთხვევაში აი პარტნიორის თვალით მოგიწევთ რაღაცების, ასე ვთქვათ, დანახვა. თუ ვერ დაინახავთ გამწვავდება ურთიერთობები, მანამ სანამ არ დაინახავთ, იქამდე იქნება ეს ურთიერთობები მწვავე და ამ შემთხვევაში პროგნოზი უკვე აზრს კარგავს. როცა ჩვენ გვაქვს ანუ კარმული ხაზი, არანაირი აზრი აღარ აქვს მან პროგნოზებს, თუ მაგას არ ვაკეთებთ, პროგნოზი ჰარმონიული შეიძლება იყოს ადამიანისთვის ნეგატიური და ანუ არ მოეწონოს, ხო? ანუ შემაშფოთებელი იყოს, იმიტომ რომ კომფორტის ზონიდან აგდებს. ამიტომ შვილებთან ურთიერთობები, სასიყვარულო ურთიერთობები გადადის ახალ ეტაპზე, თუ დაასრულებთ აი თქვენს ძველ წყენებს და პროტესტებს, ამ შემთხვევაში გადავა ჰარმონიულ ეტაპზე, თუ ვერ დაასრულოთ, ამ შემთხვევაში შეიძლება რომ სერიოზული შეხში შევიდეს ეს ურთიერთობები. მნიშვნელოვანი არის, ანუ იცდება ეს ურთიერთობა მორიელებთან, პარტნიორულ ურთიერთობები და მომავალი 2 კვირის მანძილზე მიღებული გადაწყვეტილებები, საბოლოო ჯამში თქვენ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებთ, როგორც ჩათვლით, რომ ანუ ესე გინდათ ან არ გინდათ, ეს უკვე ესე გაგრძელდება ეს მუდმივად, ხო? ეს არ იქნება დროებითი, ან ერთკვირიანი აი რეტროს გამო, ან ერთთვიანი, ხო? ანუ ეხლა მიღებული გადაწყვეტილებები, ანუ აპატიეთ თუ ვერ აპატიეთ, მიიღეთ რაღაც თუ ვერ მიიღეთ, თუ პროტესტებში ხართ, ესე გაგრძელებას აზრი არ აქვთ, მაშინ იმიტომ რომ თუ პროტესტებით, რაღაცა თავის შეკავებით, თმენით, ესე გაგრძელებთ არა რეალურად აპატიებთ და გაუშვებთ, ხო? ნუ ამ შემთხვევაში მაშინ მომავალი 3 წელი კიდევ იგივე სიტუაცია დატრიალდება, რაც ბოლო 3 წელი იყო. აქედან გამომდინარე აზრი არ აქვს, ხო? საბოლოო ჯამში დამალვით ვერაფერს ვერ დავმალავთ, მოთმენით ვერაფერს ვერ მოვითმენთ. ამ პერიოდში საბოლოო ჯამში მაინც ეს თქვათ, ანუ აი ამოიფრქვევა, ხო? აი ეს სიტუაციები, რა სიტუაციებიც აი ეს თქვათ უკვე ჩაკონსერვებული არის და ჩალექილი არის, ხო? ჩვენს ქვეცნობიერში და უკვე რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში, ხო? ანუ ის რომ არა ჩემბრალე თუ შენიბრალე აზრი არ აქვს, ანუ პრობლემა არის, ანუ ყველა ადამიანმა უნდა თვითონ დამოკიდებულად აიღოს ამ პრობლემაზე პასუხისმგებლობა თავისი, არ ვიცი, რაღაცა თუნდაც ერთი წვლილის გახებით ამ ურთიერთობისთვის თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მხოლოდ პარტნიორისგან მოითხოვთ, ამ შემთხვევაში აზრი არ ექნება არაფერს, ანუ ორივე მხარე უნდა იყოს ჩართული. კარიერულად მორიელებს კარგი პერიოდი აქვთ, ასევე სამსახურეობრივად არ გამოვრიცხო რომ კვალიფიკაცია, აი ეს რაღაცას შეიძლება გაიწელა, ხო, მორიელების შემთხვევაში. მაგალითად, გინდოდა დაწინაურება, ან რაღაცა აღიარება გსურდათ, ხო? სამსახურეობრივი თვალსაზრისით და სექტემბრიდან მოყოლებული შეიძლება გაიწელა და
არ დაადგა საშუალი, ანუ სხვადასხვა ფაქტორების გამო, ხო? აი ახლა უკვე მომავალი 2 კვირის მანძილზე ამ თვალსაზრისით ჰარმონიული პერიოდი არის კარიერულად, არავითარ შემთხვევაში ანუ სიახლეებზე უარი არ თქვათ. ან არსებულ სამსახურში არის ხოლმე ეს პერიოდებში პოზიციის მომატება, ან ხელფასის მომატება, ну ფინანსურად საბოლოო ჯამში ჰარმონიული პერიოდი არის, რასაც ვერ ვიტყვი ურთიერთობებზე, ეს ურთიერთობები არის როგორც საქმიანი ურთიერთობები, ასევე პარტნიორული, ხო არის კონფლიქტურობის ალბათობა. ამიტომ კონფლიქტს მოერიდეთ მაქსიმალურად მორიელები და თუ ამ პერიოდებში თუ რაღაცა ის ბრაზი მოგაწვევათ, აგრესია მოგაწვევათ, იცოდეთ რომ ეგ ის ბრაზი არის, რომელიც თქვენ დააკონსერვეთ და ну შესაბამისად მიიზიდეთ ხო რაღაცა ანუ მსგავს კონტექსტში გარშემო მყოფებისგანაც ხო ანუ თუ მაგალითად თქვენ გაქვთ აგრესია, აგრესიულს მიიზიდავთ. მაგრამ აგრესიულს როცა მიიზიდავთ, ანუ იმას კი არ უნდა იჩხუბოთ, ანუ მე უნდა გაანალიზება მოხდეს აქ ადამიანის მიერ, რომ ანუ საიდან მაქვს ეს, რატომ მივიზიდე, ხო, რა მოხდა, რა გავაკეთე არასწორად, ამას თუ შეცვლით და აი ამის თავს თუ მოჭრით, ამ შემთხვევაში პრობლემაც გადაიჭრება, მაგრამ ზედაპირული პრობლემის გადაჭრა, ხო? აი ეს რაღაცა უაზრო ქაჩვა ხო აქეთ ის თავისას ქაჩავს ის თავისას საბანს და არავინ არაფერზე არ ფიქრობს, ну ეს რა თქმა უნდა ერთ წელზე ტრიალი არის და ჩიხია, რომელიც ჩიხიდანაც ეხლა თუ შევალთ, მე შეიძლება 3 წელი ვერ გამოვიდეთ, ხო? ამიტომ მოკლედ აქ ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის, ანუ ოჯახური თვალსაზრისითაც ხო ეს სახლში ან მორიელებს განსაკუთრებით ეხებათ, მომავალი 2 კვირის მანძილზე 10-დან 14 მაისის ჩათვლით განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება ელექტროობას, უსაფრთხოების ნორმებს მიაქციეთ ყურადღება, ხოლო სამსახურეობრივად ფინანსურად ჰარმონიული პერიოდი არის და ანუ უკვე ნელ-ნელა უკვე რაც უფრო დრო გავა მორიელებთან ესე ვთქვათ ჰარმონიული პერიოდი იწყება ფინანსური თვალსაზრისით და ის სირთულეები რაც იყო, ну დასრულდა საკმაოდ რთული პერიოდები გაიარეს მორიელებმა ფინანსური თვალსაზრისით. ხო, ასევე ჯანმრთელობის კუთხითაც, ანუ მორიელებს, რომლებსაც ვთქვათ, რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ ბოლო პერიოდების განმავლობაში, ანუ ჯანმრთელობის აღდგენა, ზოგადად მომავალი 2 კვირის მანძილზე და გამოჯანმრთელება უკეთესობისკენ გადაყვანა თქვენი ორგანიზმის თუნდაც ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობის უფრო მარტივი იქნება და ამისი ენერგია მოგეცემათ. ამიტომ ფიზიკური აქტივობაც კარგი არის ხუთაშორის მორიელებისთვის. ანუ ჯანმრთელობის თვალსაზრისით და ეს ენერგიების აღდგენა მორიელებო, ანუ თქვენთან სწრაფად დაიწყება, ოღონდ აი ეს წყენები, თქვენი შინაგანი მდგომარეობა აუცილებელი არის, რომ მოკლედ გაუშვათ, იმიტომ რომ ეს დაგამძიმებთ. გადავიდეთ მშვილდოსნებზე. გადავიდეთ მშვილდოსნებზე, ანუ მშვილდოსნებმა მაქსიმალურად ყურადღება უნდა მიაქციონ, ანუ სამსახურეობრივად მომავალი 2 კვირა არის დაძაბული, შესაძლოა იყოს სამსახურეობრივად რაღაცა ცვლილებები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ცვლილებები მაინც და მაინც ნეგატიური უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ აჩვენებს, რომ არის შეიძლება იყოს ეს მოცემულობა, როცა რაღაცა ნერვიულობას აჩვენებს, აი სამსახურეობრივ თვალსაზრისით მაინც გირჩევთ, რომ არ შეხვიდეთ კონფლიქტში, ასევე ყურადღება მიაქციოთ მაქსიმალურად ჯანმრთელობას, მშვიდოსნების შემთხვევაში ეს არის მომავალი 2 კვირის მანძილზე და 10-დან 14 მაისის ჩათვლით განსაკუთრებით მშვიდოსნებმა აი ამ პერიოდებში ეცადონ, რომ სამსახურში ქაოსი, რაღაცა შეცდომა არ დაუშვათ, ან რაღაცა კონფლიქტებში არ შეხვიდეთ, ხო? ან შეიძლება რაღაც სიტუაციები არ მოგწონთ და აი ამ პერიოდებში ამოგიხეთქოთ ამ ემოციებმა, ხო? ანუ სავსე მთვარეობის დღეებში. აქედან გამომდინარე, ეცადეთ მაქსიმალურად, რომ ემოციურ ფონს გაუფრთხილდეთ. თუ რაღაც არ მოგწონთ, ანუ კონსტრუქციული დიალოგით გადაჭრათ ეს პრობლემა და არა მაგალითად კონფლიქტით და ჯანმრთელობას მიაქციოთ ყურადღება, რაც არის ანუ აუცილებელი, მაგალითად ჯანსაღი ყვება არის, ანუ გადაღლა, გამოფიტვა, ენერგეტიკული თვალსაზრისით, აი შეიძლება ბევრი საქმე დაგაწვეთ თუნდაც სამსახურში და ამაში გამოიხატოს ხო ეს სირთულეები, ანუ გადაიღალოს ადამიანი და აქედან გამომდინარე რთული იყოს ენერგიების აღდგენა. შესაბამისად, აქაც მნიშვნელოვანი არის, რომ ყურადღება მივაქციოთ ჯანმრთელობას, ენერგიები აღედგინოთ და ანუ მაქსიმალურად ანუ ძილი, ხო? დასვენება ეს არის მნიშვნელოვანი მშვილდოსნებისთვის. ფინანსურად ჰარმონიული პერიოდი არის, არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც დამატებითი შემოსავალიც მოკლედ დაემატოთ მშვილდოსნებს მომავალი 2 კვირის მანძილზე. სამსახურეობრივად, ანუ ბევრ საქმესთან ერთად, ანუ ფინანსური თვალსაზრისითაც ჰარმონიული პერიოდი არის მშვილდოსნებისთვის. ეს მთავარი სირთულეები უკვე დასასრულს მიუახლოვ და კი არის რაღაცა გაუთვალისწინებელი ხარჯები შესაძლებელი არის რომ გქონდეთ მშვილდოსნებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაზე რთული პერიოდი ფინანსურად დასრულდა და ჰარმონიული ენერგიები მოკლედ მშვილდოსნებთან მოვა. ასევე აქაც
პარტნიორულ ურთიერთობებში მშვილდოსნებთან ჰარმონიული პერიოდი იწყება, არ გამოურიცხავ რაკაც ურთიერთობები გადავდეს ახალ ეტაპზე, თუმცა რა თქმა უნდა მშვილდოსნების ღირებულებათა სისტემა, მშვილდოსნების არჩევანი, აი ეს გავლილი პერიოდებიდან, ხო, ანუ რა ვისწავლეთ რეალურად, რა ესე ვთქვათ, მივიღეთ გამოცდილება, აი ამ გამოცდილების გაანალიზება, საკუთარ თავში მე რაღაცების შეცვლა და ამ პარტნიორულ ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანა, ერთმნიშვნელოვნად შესაძლებელი იქნება მომავალი 2 კვირის მანძილზე და აზრი ექნება ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, ჰარმონიული პერიოდი არის, ან თქვენ თუ მიიღებთ, იქნება, თუ არ მიიღებთ, არ იქნება, ხო? ანუ თორე როგორც ესეთი, ანუ სამყაროსგან რეალურად ანუ პრობლემატური რაღაცა ენერგიების მოდინება უკვე დასრულებული არის, ხო? შედარებით უკვე ჰარმონიული პერიოდი დაიწყო. ასევე კარიერული თვალსაზრისითაც მშვილდოსნებს უწევთ რაღაცა ესე ვთქვათ შენება, თუმცა შეიძლება ისეთი დოზით არ მიდიოდეს, როგორი დოზითაც ან ისეთი სისწრაფით, როგორი სისწრაფითაც მათ უნდათ ეს კარიერა, ან შესაძლებელი არის რომ უბრალოდ წარმატებულები იყვნენ როგორც პროფესიონალები, მაგრამ ანუ ანაზღაურება არ მოწონდეთ, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ესეც არის ანუ კარმული თვალსაზრისით ანუ გამოცდა, როცა მშვილდოსნებს ანუ აიძულებს რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულად ისწავლონ აი ფინანსებთან მიდგომა, ანუ ფინანსური განვითარების დონე გადადის ახალ ეტაპზე, ხო? ანუ ფინანსებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, ანუ ადამიანის განვითარება გადადის რაღაცა ახალ ეტაპზე. და გადავიდეთ თხის რქებზე. თხის რქებისთვის პრინციპში აქ ნათესავებთან ურთიერთობები, ანუ ასევე მეგობრებთან ურთიერთობები, მშობლებთან, შვილებთან იქნება გამოწვევით ახსავს ეს პასუხისმგებლობების კონტექსტში, დიდი ალბათობით, როდესაც უწევს ადამიანს პასუხისმგებლობების აღება და რაღაც მომენტში საკუთარ თავის და შესაძლებელი არის საკუთარი სურვილები ცოტათი გვერდზე გაწევაც მოუწიოთ თხის რქებს მომავალი 2 კვირის მანძილზე, იმისათვის რომ ანუ სხვა ადამიანებს დაეხმარონ, სხვა ადამიანების ესე ვთქვათ პრიორიტეტები შეიძლება მოუწიოთ რომ დააყენონ წინ ვიდრე საკუთარი, ეს სხვა ადამიანები შეიძლება იყვნენ ნათესავები, დედმამიშვილები, მშობლები, ოჯახის წევრები და ამ შემდეგ აქ თხის რქებთან ანუ პრინციპში სექტემბრიდან მოყოლებული უკვე გრძელდებოდა როგორც პარტნიორულ ურთიერთობებში, ოჯახურ ურთიერთობებში სერიოზული გამოწვევები იყო და რეალურად რაღაცნაირად გაწელილი პერიოდი მიდიოდა, ხო, თითქოს ანუ როგორც როდესაც ადამიანი ვერც წინ ვერ მიდის, ვერც უკან და რაღაცნაირად გაშეშებული არის, ხო, ანუ ნაბიჯს ვერ დგავს წინ, ანუ ვერაფერს ვერ ცulis. ანუ ეხლა უკვე შეუძლია თხის რქებს რომ ძალიან ბევრი რამე შეცვალონ. მომავალი 2 კვირის მანძილზე უკვე ის სირთულეები, რაც იყო ბოლო პერიოდებში სექტემბრიდან მოყოლებული როგორც პარტნიორულ ურთიერთობებში, ასევე ოჯახურ ურთიერთობებში, საბოლოო ჯამში მიუახლოვდა დასასრულს, ასევე ფინანსური პრობლემები, რომლებიც გქონდათ თხის რქება, ესენიც უკვე საბოლოო ჯამში მიუახლოვდა დასასრულს. ჰარმონიული პერიოდი არის, ანუ ოჯახური ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის ჰარმონიული პერიოდი არის თქვენი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასაყვანა და ასევე შვილებთან ურთიერთობები და მეგობრებთან ურთიერთობები არის ცოტათი დაზიანებული და ცოტათი დაძაბული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ რაღაც არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, ვის დაუთმოთ თქვენი დრო, უფრო რაღაცა მეგობრებს თუ ვის, ხო? ანუ აუცილებელი არის სწორება გააკეთოთ. კარმა თქვენგან ამ პერიოდში და ითხოვდა სექტემბრიდან მოყოლებული, რომ თქვენი ღირებულებათა სისტემა შეცვლილიყო და უფრო პრიორიტეტი ყოფილიყო ურთიერთობების დალაგება და მოგვარება თქვენს სისხლით ნათესავებთან. ანუ ადამიანები, რომლებიც თქვენი სისხლით ნათესავები არიან და გენეტიკური კავშირი გაქვთ, აი ამ ადამიანებთან გევალებათ, რომ მაქსიმალურად ურთიერთობები ჰარმონიზაციაში მოიყვანოთ, ეს ადამიანები მიიღოთ ისეთები, როგორებიც არიან, ასევე ანუ აპატიოთ და გაუშვათ წყენები, ბოლო 18 წლის მანძილზე დაგროვული წყენები თხის რქებთან ან ნათესავებთან დაკავშირებით, აი ეს არის რეალურად პრობლემა. თქვენ რაც უფრო გაბრაზებულები იქნებით მასზე, ანუ თქვენზევე იმოქმედებს ნეგატიურად და შესაძლოა ეს ნეგატიური ზემოქმედება, ანუ თქვენმა ბრაზმა, რაღაცა ეს ვთქვათ,
თუნდაც შეიძლება აბსოლუტურად მართალი იყოთ ხო და მართლა იმსახურებდნენ ხო ეს ადამიანები გაბრაზებას, საბოლოო ჯამში შეიძლება რომ შვილებზე, პარტნიორულ ურთიერთობებზე, ოჯახურ სიტუაციებზე იქონიოს გავლენა. ამიტომ აპატიეთ გაუშვით და ანუ შეეგუებთ იმ ფაქტს, რომ ვიღაც ადამიანები არიან ესეთები და თქვენ არ შეგიძლიათ რომ ისინი ძირფესვიანად შეცვალოთ, ხო? ანუ არიან და მორჩა თქვენს გარშემო, თქვენი ნათესავებიდან და მიიღეთ ისეთები, როგორებიც ხარ, აი აქ ბრაზი, მათთან ჭიდილი, მათთან რაღაცა დავა, აზრი არ აქვს, ანუ თქვენ თვითონ გამოიფიტებით და რო გამოიფიტებით, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს უკვე ბავშვებზე, ურთიერთობებზე, ოჯახურ სიტუაციებზე და ასე შემდეგ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი საბოლოო ჯამში დასრულდა, ხო? ჯანმრთელობის თვალსაზრისით და ასევე თურმე თხისკას ჰქონდა რთული პერიოდი, აქაც აი ეს აღდგენითი პროცესები უკვე დაიწყება და ამ თვალსაზრისით ანუ ჰარმონიული პროცესები პერიოდი იწყება ჯანმრთელობის მხრივ, თუმცა რა თქმა უნდა რისკს არ გირჩევთ თხისკებო, ექსტრემს არ გირჩევთ არც ფინანსურს და არც ფიზიკურს, რა თქმა უნდა. და ანუ ეს ფინანსური თვალსაზრისით მოკლედ ახლებური გზებით ფინანსების გამომუშავების პერსპექტივები თქვენთან მოვა ივნისიდან განსაკუთრებით დიდი დოზით, თუმცა მანამდე აუცილებელი არის რომ აი ეს წყენები გავუშვათ და ვაპატიოთ იმ ადამიანებს, რომელმა ადამიანებმა შეიძლება გაწყენინათ თქვენმა სისხლით ნათესავებზე არის აქ უფრო საუბარი და გასცეთ უპირობო სიყვარული, ამას გააკეთებთ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და ამას როგორც ესე ვთქვათ გაართმევთ თავს, მე უკვე ივნისიდან მაგის ადეკვატურად მოვა ფინანსები. ანუ აქ თხისკების შემთხვევაში პირდაპირ მოქმედებს ესე ვთქვათ მოცემულობა, რომელი მოცემულობაც გულისხმობს, რომ პატიების უნარი, უპირობო სიყვარულის უნარი, ტოლი არის მატერიალური მდგომარეობის. ხო, აი ამ შემთხვევაში ამ კანონზომიერებას, აი ამ ბალანსს თხისკები ძალიან კარგად იგრძნობენ. ეს თქვენ შეგვიძლიათ რომ გადაამოწმოთ, ხო, ანუ თუ აპატიეთ მაგალითად და ეს ყველაფერი შეძელით, ну ამ შემთხვევაში დაინახავთ უკური აქციას, თუ მაგალითად გგონიათ რომ აპატიეთ და მაინც რაღაცა რეაქცია არ ჩანს სამყაროსგან, მატერიალური ან კარიერული თვალსაზრისით, აქაც შეგვიძლია მე უკვე მივხვდეთ რომ ესე იგი ჩვენ რაღაცა რო გგონია თურმე ეგრეც არ ვართ და მაშინ კიდევ უნდა გადაიხედოს აქ საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე და პროტესტებზე და მოკლედ აი ეს ვთქვათ ექსპერიმენტები შეგიძლიათ რომ ჩაატაროთ და გატესტოთ, ანუ რასაც გეუბნებით, ხო და დაინახოთ რეალურად სამყაროსგან მიიღოთ პასუხები, დგახართ თუ არა სწორ გზაზე, ან თუ დგახართ კიდევ რამდენი გაქვთ გასავლელი, ხო? ესეც შეგვიძლია რომ გავიგოთ და გადავიდეთ მერწყულებზე. მერწყულებთან აქ ფინანსური თვალსაზრისით ურთულესი პერიოდები მიდიოდა, მოკლედ ანუ სატურნის ეს ვთქვათ დაძაბული ტრანზიტი, პრინციპში ეს რთული პერიოდები მერწყულებთან ეხლაც მიდის, ვერ ვიტყვი რომ არ მიდის ეს სირთულეები, თუმცა მომავალი 2 კვირის მანძილზე საბოლოო ჯამში, ანუ მერწყულების აი ეს რთული პერიოდები საბოლოო ჯამში რთულდება, სრულდება უკაცრავად. პარტნიორულ ურთიერთობებში აქაც სექტემბრიდან მოყოლებული რაც იყო უკვე აი ეს რაღაცა გამოწვევებით აღსავსე პერიოდი, ხო? აი რაღაცა თითქოს რაღაცა ეს ჭიდილის მომენტი იყო, განსაკუთრებით იანვრის მერწყულებთან, ანუ იანვარში დაბადებულ მერწყულებს ქონდათ ამ თვალსაზრისით რთული პერიოდი, სერიოზული ანუ რაღაც მომენტში შეიძლებოდა რომ არეული მდგომარეობა და ღირებულებები ყოფილიყო ამ ურთიერთობებში, რაც ადამიანმა არ იცის რა უნდა, ანუ იანვარში დაბადებულ მერწყულებზე არის აქ უფრო საუბარი ვიდრე მაგალითად თებერვალში, ну იანვარში განსაკუთრებით 24 იანვრამდე დაბადებული მერწყულებისთვის მიდიოდა საკმაოდ რთული პერიოდი პარტნიორულ ურთიერთობებში. აი ეს სირთულეები, ანუ რაღაც მომენტში ამ მერწყულებთან, ხო, ოჯახური პარტნიორულ ურთიერთობებში, ანუ იანვრის მერწყულებზე მაქვს ხო საუბარი, ცოტათი კიდევ გრძელდება. განსაკუთრებით 10-დან 14 მაისამდე პერიოდი არის ესეთი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რთული. აქ შეიძლება იყოს აი რაღაცა მატერიალური კონფლიქტები და ამ შემდეგ, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ყველაზე რთული პერიოდი გადავიდა მერწყულებო, ანუ დასრულდა და მომავალი 2 კვირის მანძილზე ეს ვთქვათ ძალიან კარგად იგრძნობთ, როგორ აღდგება თქვენი ენერგიები, თქვენი ანუ შინაგანი რაღაცა ესე ძალაც, ენერგიის მოზღვავებაც, ამ ყველაფერს იგრძნობთ. პარტნიორული სასიყვარულო ურთიერთობებში აქაც ანუ იცდება
ძალიან ესე ვთქვათ, ბევრი რამე მერწყულებთან დაკავშირებით, ანუ იცდებაში გულისხმობ იმას, რომ რამდენად შეგიძლია, ანუ ამ პერიოდში რაღაცა გასცე, ხო? ანუ მიუხედავად აი იმ რაღაცა ფსიქოლოგიური სტრესებისა და აი ამ პარტნიორულ ურთიერთობებისა, ანუ მერწყულებს ასწავლიდა, რომ გაეცათ და თავიანთი პარტნიორული ურთიერთობები გადაიყვანოთ ახალ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, ეს ურთიერთობები ანუ საბოლოო ჯამში აღდგება მომავალი 2 კვირის მანძილზე, ჰარმონიული პერიოდი იწყება, ბევრად უფრო მარტივი იქნება რაღაცების ესე ვთქვათ გადალახვა, მიხვედრა და გამოსწორება მერწყულებისთვის, ვიდრე აქამდე იყო მომავალი 2 კვირის მანძილზე. თუმცა სამსახურეობრივი ოჯახური ცოტათი კონფლიქტური სიტუაციები არის სავსე მთვარეობაზე, ანუ მერწყულებთანაც, ანუ 10-დან 14 მაისის ჩათვლით, ანუ ამ თვალსაზრისით ცოტათი ყურადღება უნდა მიაქციონ მერწყულებმა თავიანთ შინაგან მდგომარეობას, აი ამ შიშებს, განსაკუთრებით ფინანსური შიშების პრობლემა შეიძლება რომ იყოს, მაგრამ ეს ფინანსური შიშებიც საბოლოო ჯამში დასრულდება მაისის შუა რიცხვებიდან უკვე ნელ-ნელა გადავა და აი ეს ფინანსური ესე ვთქვათ რაღაცნაირი ჩაკეტილობა, ხო, ანუ რაღაცა ბლოკივით ქონდა თითქოს ფინანსური მერწყულებს, ეს ნელ-ნელა უკვე დასრულდება გადავა და საბოლოო ჯამში, ანუ ახლებური გზით ეს შეიძლება იყოს რაღაც ახალი რაღაცა საოჯახო ბიზნესი, ოჯახური შემოსავალი მერწყულებს უჩვენებს ახალ ფინანსურ ესე ვთქვათ საწყისებს, თუმცა ეს არის იმაზე რაღაც მომენტში დამოკიდებული, თუ ადამიანი ძალიან ჩაციკლული არის ფინანსებზე და აი ძალიან შიშებში არის, ამ შემთხვევაში შეიძლება თვითონვე თავის შიშებით აპაუზებდეს ამ შემოდინებას, მაგრამ თუ ადამიანი არ არის ჩაციკლული და ესე ვთქვათ, მშვიდად მიუდგება ამ საკითხს, ამ შემთხვევაში უფრო მეტი პერსპექტივა ექნება მერწყულს ფინანსური თვალსაზრისით. ანუ ეს ფინანსური სერიოზული სირთულეები საბოლოო ჯამში სრულდება, საბოლოო ჯამში მაისის ბოლოდან სრულდება, მაგრამ მომავალი 2 კვირის მანძილზე ნამდვილად დაინახავთ უკვე რაღაცა ქმედით მოვლენებს, რომელიც გულისხმობს აი ამ სირთულეების დასრულებას. ოჯახური თვალსაზრისით, ანუ ფინანსური თვალსაზრისით ბევრად უფრო უკეთესი პერიოდი იწყება, ასევე პარტნიორული ურთიერთობების გადადის ბევრად უფრო უკეთეს და ჰარმონიულ ეტაპზე. უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება, რომ ამ ფინანსურ შიშებს მოაყვებით, იმიტომ რომ აი მანდ არის ზუსტად თქვენი ესე ვთქვათ ჩავარდნა. თუ აყვები, არც ეს ფული არ იქნება და არც ეს რაღაცა სულიერი სიმშვიდე არ იქნება, ხოლო თუ არ აყვებით, ფინანსებიც იქნება და სულიერი სიმშვიდეც იქნება. ანუ დაახლოებით, ანუ კანონზომიერების თვალსაზრისით, ანუ მერწყულებთან ესე მუშაობს ეს პერიოდი. კარიერულად აი აქაც მოკლედ არის მერწყულებთან ცოტათი რაღაცა ის ვთქვათ აი ეს შიშები, განსაკუთრებით ამ სავსე მთვარეობის დღეებში შეიძლება მოეძალოთ ძალიან დიდი დოზით, ანუ საბოლოო ჯამში აი ეს აკუმულირება მოხდეს, აფეთქდეს და მე უკვე ჩაწყნარდება და ამ თვის ბოლოდან უკვე რაღაცა ახალ ეტაპზე გადავა და რაღაცა ახალი დაიწყება, ხო? აქედან გამომდინარე, მოკლედ მერწყულებისთვის ჩემი რჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად რაც უფრო ნაკლებად ინერვიულად ფინანსებზე მით უფრო მეტი ფინანსები მოგეცემათ, მაგრამ როგორც კი პრიორიტეტი გახდება ფინანსები და ამ ფინანსების გამო შეგეძლებათ რომ რაღაცა სხვა ურთიერთობები დააზიანოთ, აქ მე უკვე ფინანსების პრობლემაც იქნება და ურთიერთობების, ხო? აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მანდ ესე ვთქვათ, ცოტათი ბრთხილი ბიწვის ხიდი არის გასავლელი, რომელიც უნდა გავიარო და გაივლით კიდევაც დარწმუნებული ვარ. უბრალოდ აი ეს კონფლიქტურობა, ეს რაღაც დაძაბულობა, აი ეს რაღაც ფეთქებადური სიტუაციები არის რა, როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე კარიერულად და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და შიშებმა არ აგიყოლონ. და გადავიდეთ თევზებზე, რეალურად თევზები გველოდებიან, მოკლედ 1 საათზე მეტია. გადავიდეთ თევზებზე. თევზებთან ასევე დასრულდა ეს ყველაზე რთული პერიოდი პარტნიორულ ურთიერთობებში მიდის გამოწვევებიდან. აქ ახლა შემიძლია რომ ყოველ ჯერზე გავიმეორო ხოლმე ისიც, რომ თევზებთან არსებული პარტნიორული ურთიერთობების პრობლემა, რეალურად არის საკუთარი თავის სიყვარულის პრობლემა. აქ არის კარმული ხაზი და კარმული მოცემულობა, როდესაც კარმა თევზებს ეუბნება, როგორც შეიყვარებ შენს თავს, ისე შეგიყვარებს სხვაც, ხო? მაგრამ თუ შენ სულ სხვაზე ხარ დამოკიდებული
რომ თუ შეიყვარებს, მე შეიყვარებს შენს თავს და აქედან გამომდინარე განსაზღვრავს საკუთარ თავის სიყვარულს. ნუ აი ამ შემთხვევაში გაწყვილდები და იქიდან უარყოფას მიიღებ და საბოლოო ჯამში სამყარო მაინც გაიძულებს რომ საკუთარი თავი შეიყვაროთ და წინა ადგილზე წამოწიოთ. ოღონდ ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს იმას რომ ეგოიზმს და აი რაღაცა იმას არა და მე და ესე ვთქვათ ეგოცენტრიზმზე არ გვაქვს აქ საუბარი, უბრალოდ საკუთარი თავის ჯანსაღი სიყვარული, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ დამოკიდებულება, ხო, მოვლა და ეს გარეგან დონეზე შეიძლება არც გამოიხატებოდეს, ხო, თვით შეფასება შეიძლება იყოს ეს. ფინანსური და სამსახურეობრივი თვალსაზრისით აქ თევზებთან კარგი პერიოდია. არ გამოურიცხავს საერთოდ რომ რაღაც ახალ ეტაპზე გადავიდნენ ფინანსურად, ანუ ახალი შესაძლებლობები, ახალი გზა ფინანსების გამომუშავების თევზებს მიეცემათ. აქედან გამომდინარე, ანუ ყურადღება უნდა მიაქციონ, უფრო საბუთებს მიაქციათ ყურადღება, გადაადგილებებს, ფინანსებს. ფინანსებში გულისხმობ, რომ არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი, ან არ აღმოჩნდეთ აურზაურში მომავალი 2 კვირის მანძილზე, განსაკუთრებით 10-დან 14 მაისის ჩათვლით მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, საზოგადო ან რაღაცა ქაოსურ ადგილებს. მნიშვნელოვანი არის აქაც აი კონფლიქტურობა, უბრალოდ შემოხვედრებთან აი შეიძლება რომ უბრალოდ ცოტათი არაადეკვატური ადამიანები შეგხვდნენ. აქედან გამომდინარე ეცადეთ რომ მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გაატაროთ აი ეს დღეები, ან თუ ვერ გაატარებთ მშვიდ გარემოში, ამ შემთხვევაში არავის არ აყვეთ და არავისთან კონფლიქტში არ შეხვიდეთ. ასევე ნათესავებთან დედმამიშვილებთან დაკავშირებით აქაც ძველი წყენები შეიძლება რომ გაახსენეთ თევზებს და აი რაღაცნაირად ჩათვალე რომ რაღაცა დავიღალე. არ გევალებათ ახლა რეალურად თევზებო ის რომ თქვენ ვინმე გადაარჩინოთ, თქვენ გევალებათ რომ ანუ საკუთარ თავს, სულიერ მდგომარეობას რეალურად რა განიჭებთ ბედნიერებას, რეალურად ეს კონტაქტები და ეს კომუნიკაციები საერთოდ გინდათ თუ არ გინდათ, ხო? შეიძლება საერთოდ არც გინდათ, მაგრამ აი რაღაცის გამო, ხო, ხათრის გამო რაიმე მსგავსი, მოკლედ გიწევთ ან საკუთარ თავს აიძულებთ და ამაზე შეიძლება არც გიფიქრეთ, რატო აიძულებთ საკუთარ თავს, ხო? მაგ ყველაფერს გაკეთებას, აი ეს ყველაფერი უნდა გადალაგდეს, გადაფასდეს, ის კონტაქტები, რომლებიც თქვენ გფიტავენ, რომლებიც თქვენთვის არ არიან მაგალითად ჰარმონიულები, ან ის თუნდაც ყოველდღიური ურთიერთობები, ხო? რაღაცნაირად უნდა გადააფასოთ, რაღაცა კონსტრუქციული მიმართულება მისცეთ, ისე რომ არც თქვენ არ დაიღალოთ, არც ეს ურთიერთობები არ დააზიანოთ, მაგრამ თუ ამას მუდმივად აი მოითმენ და რაღაცა თმენის პოზიციაში იქნებით, ნუ ამ შემთხვევაში თმენის პოზიციაში ვიცით ხოლმე რომ მე ვითმენ და მე რაღაცა ასე ვთქვათ ანუ ფეთქავს, ხო? ფეთქდება. ესე ვთქვათ, ბომბი გვიდევს რა, მე უკვე ესე ვთქვათ, ქვეცნობიერში, ხო? აქედან გამომდინარე ეს ბომბი რო არ გამოვზარდოთ და მე არა გვიფეთქდეს, აუცილებელი არის რომ თქვენი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ გინდათ და თუ გაქვთ რაღაცის რესურსი, ოკეი, გააკეთეთ. თუ არ გაქვთ, აი სხვისი ხათრით ვაიმე ვიღაცა რა სიტყვის, ამას თუ გააკეთებთ და ამას თუ გაყვებით, ნუ ამ შემთხვევაში მე უკვე პროტესტები გაგიჩნდება და რეალურად ეს პროტესტები რაც გაგიჩნდებათ, ანუ მათი ბრალი არ იქნება, ვისაც გავუკეთეთ, თქვენივე ბრალი იქნება, იმიტომ რომ თუ არ გინდოთ, არ გეკეთებინა, ხო? და ამ შემთხვევაში უკვე ვერავის რო ვერ აბრალებ, ანუ რაღაცა შენი ბრალია და აქ რა თქმა უნდა იწყება რაღაცა ემოციური თვალსაზრისით, რაღაცა პრობლემატური პერიოდი. ფინანსურად ჰარმონიული პერიოდი არის, ახალი შესაძლებლობები, ახალი პოტენციალი, ახლებური გზით ფინანსების გამომუშავების თევზებთან მოვა, ამიტომ უფრო კონცენტრირდით თქვენს კარიერაზე, თქვენს პიროვნულ შესაძლებლობებზე, მოგეცემათ საშუალება რომ რაღაცა ისეთი, ეს თქვა, დაანახოთ საზოგადოებას, თქვენი ისეთი ნიჭები, თქვენი ისეთი შესაძლებლობები, რომელიც მაგალითად აქამდე არ დაუნახავთ, ან შეიძლება თქვენც არ დაგინახავთ და ეხლა აღმოაჩინოთ, ხო? ნუ საბოლოო ჯამში ეს რაღაცა საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება მოგეცემათ, აი ოცნებების ახდენის საშუალებაც არის ეს ხოთაშორის თევზების შემთხვევაში, მაგრამ თუ თქვენ დაელოდებით რომ სხვები აახდენენ თქვენს ოცნებებს, ამ შემთხვევაში არ მოხდება ეგ, მაგრამ თუ საკუთარ თავს თვითონ მისცემთ ამ ყველაფერს და ჩათვლით რომ თქვენს ხელში არის, ამ შემთხვევაში ყველანაირ რესურს მოგცემთ სამყარო იმისათვის რომ მიაღწიოთ სასურველ მიზანს. ეს არ აქვს მნიშვნელობა კარიერულად იქნება ურთიერთობებში თუ როგორ. ნუ პარტნიორული ურთიერთობები არის აქცენტირებული, აქ ურთიერთობები უნდა გადავიდეს, ეს ახლა რა თქმა უნდა არ ეხება მომავალი 2 კვირის პროგნოზს, ეს ზოგადად მთელი წლის მანძილზე ესე მიდის, მაგრამ ყველაზე რთული როგორც უკვე თქვით, გადავლახეთ
ეხლა ის რო გადავლახეთ ჩვენი ღირებულებების შესაბამისად მივიღებთ ადეკვატურ უკურ რეაქციას. ანუ ეს რთული პერიოდები რო გავიარეთ, თქვენ თუ ისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული ამ რთულ პერიოდებში, ამ შემთხვევაში პარტნიორისგანაც მიიღებთ საკუთარი თავის სიყვარულს. მაგრამ თუ ვერ ისწავლეთ და ისევ პარტნიორზე ან ვინმე სხვა ადამიანის შეფასებაზე ხართ დამოკიდებული, რეალურად თქვენ რაღაცა ეს თქვათ რაღაცას წარმოადგენთ თუ არა, ან იმსახურებთ თუ არა, ამ შემთხვევაში ამ ადამიანების მხრიდან შეფასება წამოვა ნეგატიური და სამყარო მაინც გაიძულებთ, რომ მიბრუნდეთ და თქვათ, რომ თქვენ კი არ მაჩვენებთ მე ვინ ვარ. მე გაჩვენებთ მე ვინ ვარ, ხო? პირიქით, შენ უნდა გამოხედო შენი თავი და სხვისგან არ უნდა ელოდე. თევზებთან ეს არის, დინებას არ გაყვეთ. პირიქით, თქვენ გევალებათ ახლა კონსტრუქციული დისციპლინა, რაღაცა კონკრეტული გეგმა, საკუთარი თავის განვითარების ან საკუთარი ოცნებების ასრულების. ამ ხრივ არის მოკლედ ეს აქცენტირებული თემა თევზებთან, ფინანსურად ჰარმონიული პერიოდი იწყება უკვე, ასევე ახალი რაღაცა ცოდნები, ახალი პატარ-პატარა შეიძლება იყოს მოგზაურობები, ახალი ნაცნობები, მეგობრები, ეს ყველაფერი თქვენთან მოვა, ჰარმონიული პერიოდი არის. და მაქსიმალურად გამოიყენოთ ძველ წყენებს და ხათრის გამო ისეთ რაღაცების კეთებას, რისი კეთებას არ გინდათ და არ გსიამოვნებთ, თავს თუ დაანებებთ, ძალიან დიდ ენერგიას გამოანთავისუფლებთ, რომელი ენერგიას მე უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში წარმატების მისაღწევად. ეს იყო სულ რაც მინდა რომ მეთქვა. თუ რამე კონკრეტული კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ რომ დამიწეროთ კომენტარებში და ლაივის ბოლოს გადავხედავ და ვეცდები რომ ყველას გიპასუხოთ. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. ლაივის ჩანაწერი დაიდება YouTube-ზეც, იქიდან გამომდინარე რომ აქ 30 დღეში იშლება ლაივები და YouTube არხზე იქნება ხოლმე ისეთი ვიდეოები, რომელიც მხოლოდ პროგნოზი არ არის და სხვადასხვა ეს თქვათ ასტროლოგიური თემები არის, რაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია რომ მოვისმინოთ. აქედან გამომდინარე YouTube არხიც დაემატება პლატფორმას და დღეიდან უკვე შემოგთავაზებთ ხოლმე როგორც YouTube-ზე ლაივებს, რომელიც არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ 2 კვირის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნების, ეს იქნება ასევე სხვადასხვა კონტექსტის ლაივები, რომელიც მოემსახურება ასტროლოგიური ცოდნის და ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში, რომ შავი მთვარის აღარ გვეშინოდეს. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. გისურვებთ ბედნიერ საღამოს და მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.